როგორ ვიპოვოთ ვარჯიშის ფორმა, რომელიც რეალურად მუშაობს ჩვენი სხეულისთვის, დაწესებული მიზნებისთვის და ყოველდღიური ცხოვრების რიტმისთვის. 15 წუთი თავს ვიკლავ და იმ მომენტში რომ მე რაღაც ენერგია მჭირდება, ჩემი ორგანიზმი ვერ მოასწრებს, რომ ეს ცხიმი დაშალოს და საწვავად მოვაწოდოს. პროგრესის სურათები გადაიღო ჯობია და მაგას შეადარო, ვიდრე სასწორს უყურონ. თავიდან მიზნით მოდიან. და გადასდით მე უკვე ცხოვრების წესშიც რა. რაშიც თქვენც ეხმარებით. კი, რა თქმა უნდა, უფრო ცხოვრების წესშიც გადადის, ამ მიზნებსაც აღწევენ და მე ამ მიზნებს იქითაც უკვე აგრძელებენ. გრძელვადიანი ჯანმრთელობის შენარჩუნების თვალსაზრისით, ყველაზე ისეთი მდგრადი ვარჯიშის ფორმა, რომელიც გამოყოფდით. 20 წლის ადამიანისთვის ჩაჟდომებისთვის რაღაც სტიმულს გვინდა რომ მივცე და ვაკეთებ ღერძით ჩაჟდომებს. იგივე სტიმულს შეიძლება 60 წლის ადამიანს მისცეს უბრალოდ კაბზე დაждდომა და ადგომა. Delayed gratifications, რასაც ეძახიან, აი არასდროს რო კმაყოფილი არ ხარ შენ თავით და სურო ეს კმაყოფილების შეგრძნება სურო ხელის გაწვენაზე არის და ვერასდროს რო ვერ იღებ. ფულის ყრარი აქედან თქო ბიცია. ხო. იმიტომ რომ ანუ 6 თუ 7 ამინომჟავა ანუ სულ პაკეტსაც არ იღებ. ანუ თუ შენს დღის რაციონში საკმარისი ასე ვთქვათ ცილას იღებ, თუნდაც კვერცხიდან, ხორციდან და 1000 ვარიანტის ენაში ცილა მივიღოთ, არანაირი საჭიროება გჭირდება არ არის რომ მიიღოთ დამატებით პროტეინი. მოგესალმებით, თქვენ უსმენთ და უყურებთ ჯანსაღ დიალოგს, რომელიც გახლავთ საქართველოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ასოციაციის პროექტი. დღეს ვისაუბრებთ ფიზიკურ დატვირთვაზე. თემა ფართოა, მაგრამ ამის მიუხედავად მაინც შევეცდებით, რომ სხვადასხვა ჭრილში დავინახოთ ეს საკითხი, მაგალითად, შევეხებით განსხვავებებს ძალოვან ვარჯიშს, კარდიოს, ფუნქციურ დატვირთვას, კროსფიტსა და მაგალითად გამძლეობაზე მუშაობა შორის, როდის გჭირდება დარბაზი, როდის შეგვიძლია შედეგის მიღწევა სახლის პირობებში, სად უშვებენ ადამიანები ყველაზე ხშირად შეცდომებს ტექნიკაში, ინტენსივობაში, მოლოდინებაში თუ ასე ვთქვათ პროგრამის შერჩევაში, ასევე გვინდა შევეხოთ საკვებ დანამატებს და გავმიჯნოთ მარკეტინგი და ტრენდი რეალური საჭიროებისგან და ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარია ბექა კვერნაძე, მეორე დონის კროსფიტის მწვრთნელი და ასაკობრივი ჯგუფის ტრიათლეტი. ამიტომ ამ ეპიზოდში ვეცდებით ფიზიკურ დატვირთვას შევხედოთ როგორც ჯანმრთელობის, ისე პერფორმანსის კუთხით, ანუ როგორ ავაწყოროთ ვარჯიში გონივრულად, როგორ არავყვეთ მოდურ მითებს და როგორ ვიპოვოთ ვარჯიშის ფორმა, რომელიც რეალურად მუშაობს ჩვენი სხეულისთვის, დაწესებული მიზნებისთვის და ყოველდღიური ცხოვრების რიტმისთვის. ბექა მოგესალმები კიდევ ერთხელ და მადლობა რომ გსტუმრო პატივია ჩემთვის შემოწმებისთვის. კეთილი, აი ჩემი პირველი შეკითხვა იქნება ესეთი ზოგადი ხასიათის, აი მიზნების მიხედვით, აი იმ ადამიანები, რომლებიც ხართ ამ ჯიმ კულტურაში, ფიზიკური დატვირთვის კულტურაში, რა კატეგორიებად ყოფთ ფიზიკურ დატვირთვას და ამ მიზნებიდან გამომდინარე, რომელი ტიპის ფიზიკური დატვირთვები არის შესაბამისი ამ მიზნების მისაღწევად. ჯიმ კულტურიდან გამომდინარე, ესე ძირითადად დარბაზში ვარჯიშებს ყოფთ სამ კატეგორიად, არის ჰიპერტროფია, ძალაზე მუშაობა და ფეთქებადობაზე მუშაობა. და აქედან ყველაზე დიდი ნაწილი, ყველაზე ფართო ნაწილი მაინც მოდის უფრო ჰიპერტროფიაზე, იმიტომ რომ ბევრ რამეს მოიცავს, ჰიპერტროფია არის მათთვის, ვისაც უნდა კუნთის ზრდა და მათი ძირითადი ფოკუსი არის კუნთის ზრდა. რაც შეეხება ძალაზე მუშაობას, ძალაზე მუშაობა არის, ვისაც უნდა რომ უფრო გაძლიერდეს და პირველი პრიორიტეტი მაგალითად არ არის, რომ კუნთის მასა მოიმატოს და უბრალოდ ძალის მომატება უნდა სხვადასხვა მოძრაობებში და ესე ზოგადადაც. ანუ ამათ შორის პირდაპირი კავშირი არ არის, ესე იგი კუნთის ზრდა არ ნიშნავს გამძლეობის ზრდას, ხო? ანუ ნიშნავს და არ ნიშნავს, ანუ ის არ ეგონოს არავის რომ მაგალითად თუ ვიღაც ძალაზე მუშაობს, კუნთი არ გაეზრდება რა. ანუ ერთს თუ აკეთებ, მეორეც ხდება რაღაც დონეზე. მაგრამ რო ავიღოთ, ანუ პირველი პრიორიტეტი მაშინ ცოტა სხვანაირად უნდა მიუდგეთ და მეორე სხვანაირად, თორე ჰიპერტროფიის დროსაც მოიმატებს ადამიანი ძალას რაღაც დონეზე და ძალაზე მუშაობის შემთხვევაში გინდა არ გინდა კუნთი ცოტა შეიძლება გაიზარდოს რა. ერთი მეორს არ გამორიცხავს.
მაგრამ აი მესამე უკვე ფეთქებადობა ცოტა უფრო განყენებული არის, იმიტომ რომ ბევრად უფრო სპეციფიკური არის და ფეთქებადობას უფრო სხვანაირი მიდგომა ჭირდება და სხვანაირი ვარჯიში. ანუ ეს ფეთქებადობა ძირითადად რაღაც კონკრეტული სპორტული მიმართულებებით დაკავებულ ადამიანებს ჭირდებათ ალბათ. კი, უფრო ძირითადად, იმიტომ რომ ახლა ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც დარბაზში დადის, მისი ძირითადი მიზანი შეიძლება იყოს ესთეტიკა ან ძალის მომატება. ხა ძალიან შეიძლება შეხვდები ვიღაცას, რომ მისი მიზანი იყოს რაღაცა 2 მეტრზე აღწომა, გადახტომა ან 100 მეტრის სპრინტი, მსგავსი რაღაცები. კი ბატონო, აქ ჩვენ არ გვიხსენებია, ასე თქვა, ძალიან ბევრი ადამიანი დადის დარბაზში, არა მარტო დარბაზში, წონის კლებისთვისაც, ხო? ეს რა ცალკე კატეგორიაში შეგვიძლია გავიყვანოთ თუ როგორ ვამბობთ? ცალკე კატეგორიაში არ გავიყვანდი მაგას. მაინც ასე თუ ისე, ანუ ჰიპერტროფიაში ეგეთი ადამიანები აკეთებენ ჰიპერტროფიასაც და უბრალოდ კიდე ახალი ასპექტი შემოდის მათთვის, ასე ვთქვათ, კარდიო რო დავარქვათ, რაც დაიხმარება წონის კლებაში. მაგრამ ასეთი ადამიანებისთვის კარდიო შეიძლება იყოს უბრალოდ სიარულიც. იმიტომ რომ ძალიან ხარ ვარ გავექცეთ თემას, შეგვიძლია ამაზე ცოტა მე ვილაპარაკოთ. იდეაში მათი მიზანი არის ცხიმის კლება, ხო? ცხიმის კლება ორგანიზმს უნდა ასწავლო, იმიტომ რომ ის რომ შენმა ორგანიზმმა გამოიყენოს ცხიმი საწვავად რა, ეგ შეიძლება ვიღაცას ქონდეს არაეფექტური და მაგის ეფექტურობის გარდა ძალიან შეიძლება რა და ეგ ყველაფერი ხდება ძალიან დაბალ ინტენსივობებზე. ანუ აი რას გულისხმობ დაბალ ინტენსივობებში გულისხმობ, რომ ვიღაცა შეიძლება ხა თქვა ავიღოთ ვიღაცა უნდა წონაში კლება, შეიძლება რაღაც 15 წუთი თავი მიაკლას მეხუთე ზონაში, აი პულსის ზონები რა ვიღოთ რა, გულის ცემის ზონები, მეხუთე ზონაში თავი მიაკლას, აი დავარო სოფლი და ჩათვალოს რომ ცხიმის წვისთვის, ამ კაი ვარჯიში შეასრულა რა და რაც იდეაში საერთოდ არ არის ეგრე, იმიტომ რომ ზონებიდან გამომდინარე ჩვენი ორგანიზმი ან ორგანიზმს შეუძლია სხვადასხვა რაღაცების საწვავად გამოყენება რა. არ იყენებს მარტო ცხიმს ორგანიზმი იყენებს საწვავად მხოლოდ მაშინ, როდესაც ხდება ძალიან დაბალ ინტენსივობის მოქმედება და ვარჯიში სიტყვაზე. მაგრამ თუ ჩვენ ორგანიზმს ვარჯიშებთ იმაზე, რომ ეს ფარგლები, ასე ვთქვათ, ცხიმის გამოყენების საწვავად უფრო გაიზარდოს, უფრო მაღალ ინტენსივობაზე შეიძლება ცხიმის დაწვა. ეს ხდება იქიდან გამომდინარე, რომ ცხიმის, როგორც ასე ვთქვათ, ენერგიის გამოყენებას და გადამოშვებას ძალიან დიდი დრო ჭირდება რა და რაღაც მომენტში რომ ეხლა 15 წუთი თავს ვიკლავ და იმ მომენტში რომ მე რაღაც ენერგია მჭირდება, ჩემი ორგანიზმი ვერ მოასწრებს, რომ ეს ცხიმი დაშალოს და საწვავად მომაწოდოს. მაგრამ ხდება უფრო უკვე ნახშირწყლების, გლუკოზის და უფრო სწრაფი ენერგიის წყაროების გამოყენება. აი აქვე მაშინ ამას კითხავ რა ხან ამ თემაში შევხედეთ, ძალიან ხშირად ისე ხდება ხოლმე რომ ადამიანები ერთდროულად გადაწყვეტენ ხოლმე რომ წონა და იკლონ როგორც დიეტით, ასე ვთქვათ, საკვები რაციონის შეცვლით, პლუს ფიზიკური დატვირთვით, ანუ ჯიმში შეცვლა, ორშაბათიდან ვიწყებ ამ ბავშვიდან იწყებენ. აქ ყოველთვის არის ხოლმე რისკი, რომ და მეორე მხრივ ისიც უნდათ, რომ ესთეტიკურად გაიუმჯობესონ თავიანთი გარეგნობა, რაც აბსოლუტურად ჩვეულებრივი ამბავია. აქ ყოველთვის არის ხოლმე ეგეთი, რა ქვია, კრიტიკა, რომ თან დიეტა და თან კუნთის ზრდა შეუძლებელი შეიძლება იყოს და აი შე რა პასუხს გასცემდი, მაგრამ შეიძლება ოპტიმალური რაღაცის შერჩევა. ვერ ვიტყოდი მას, რომ ხა ერთი მეორის გამორიცხავს, იმიტომ რომ ანუ თუ ჭირდება მაგალითად წონაში კლებას კალორიული დეფიციტი სიტყვაზე, ანუ კალორიული დეფიციტის შექმნა შეიძლება ბევრნაირად. შეიძლება კალორიული დეფიციტის შექმნა მით რომ რასაც აკეთებდი აქამდე ყოველდღის განმავლობაში, იგივეს აკეთებ და უბრალოდ კალორიები მოაკლო ორგანიზმს, ან შეგიძლია კალორიული დეფიციტის შექმნა შენი აქტივობიდან გამომდინარე. რაღაც უფრო სრულად აქტივობას დაამატებ, მაინც ახვალ კალორიულ დეფიციტში რა. აი ეს ვთქვათ, რო ავიღოთ, ის ინგლისურ ტერმინსაც არ მახსოვს რა, მაგრამ ყველა ადამიანს აქვს თავისი რაღაც კალორიების ციფრი, აი ბევრ შეხვედრි ალბათ ლეიბლებზე უკან ვაწერია, ის 2000 კალორიას, მაინც უნდა იღებს ადამიანი, რომ ეს დანამ აი 2000 კალორია ავიღოთ. შენარჩუნების ინტერვალი, ხო?
2000 კალორიაზე, მაგრამ კიდე არის მე აქტიური კალორიებიც რა, მე თუ რამე აქტივობას ვაკეთებ, იმ კალორიებს კიდე უფრო დამატებით კიდე ხო ვწვავ და ეგეც შემიქმნის მე დეფიციტს რა და მაგის კუთხით ორივე შეიძლება კუნთის გაზარდო და ამავდროულად, რა თქმა უნდა, ცხიმის დაიგო რა. კეთილი და ეგ როგორ ხდება ანუ ან უკვე ნუტრიციოლოგიური ჩარევაც საჭირო ანუ კალორიების რის ხარჯზე წვავ ეგეც ხომ მნიშვნელოვანია ანუ ცილის ხარჯზე წვავ ცხიმის ხარჯზე წვავ თუ რის ხარჯზე წვავ ხო მან უკვე ის შემოდის რომ აი სიტყვაზე ახლა ადამიანი როგორთვის მოვიდა დარბაზში და უნდა კუნთის ზრდა და წონის დაკლებაც არის ხოლმე შემთხვევები რომ პირიქით წონაში სიმატებენ რა თავიდან დარბაზში იწყებენ ასე ვთქვათ სიარულს და ძალიან ჩვეულებრივი ამბავია, იმიტომ რომ მან შეიძლება ისეთი პროცესები წავიდეს, რომ კუნთმა ცოტა მეტი წყალი შეიკავოს ორგანიზმსა და უცებ 1-2 კილო აუხტეთ ზემოთ. რაც ნორმალურია და ასევე აი შეიძლება კუნთის, ანუ ასე ვთქვათ, კუნთის მასის ძირთვის სწორად დაიწყო ვარჯიში რა, მაგრამ კარდიოს კუთხით შეეშალო და დაიწყო რაღაც ძალიან მაღალი ინტენსივობის კარდიოების კეთება და ერთი წავიდეს ეფექტურად და მეორე იმდენად ეფექტურად არ წავიდეს. არის ეგეთი შემთხვევებიც. ამიტომ სიაში მე ყველას ურჩევ ხოლმე რომ ასე თუ ისე მაინც უფრო შეხედონ ხოლმე ვიზუალს და არა სასწორს, იმიტომ რომ ანუ მოცულობით რო ავიღოთ, ხახო კუნთი უფრო ის არის, უფრო მძიმეა და მოცულობაში ნაკლებია ვიდრე ცხიმის და შეიძლება ხა ადამიანის ფორმები ეცვლებოდეს ვიზუალურად, ანუ დაპატარავდეს, უფრო ტონუსში მოვიდეს, მაგრამ წონა იგივე ქონდეს, ან უფრო ზემოთაც გაექცეს რა. კი ბატონო. თან აქვე საზომი მხოლოდ წონა არ არის, კიდევ მაგალითად მუცლის გარშემოწერილობაც ერთ-ერთი საზომი. მე მეუბნები ხოლმე რომ ანუ პროგრესის სურათები გადაიღონ ჯობია და მაგას შეადარონ, ვიდრე სასწორს უყურონ, იმიტომ რომ თვითონ ანუ იდეაში თვითონ ვერ შეატყონ თავის თავს ეს მოკლე პერიოდში შედეგი, იმიტომ რომ შენ თავს რო ყოველდღე ხედავ, ეს პატარ-პატარა ცვლილებები მაინც გამოგრჩება და ბოლოს შეგამოდის რომ მაინც იგივე გონია თავი რა და ასევე ახლობელი ადამიანი ხა ყოველდღე რო ხედავენ, შეიძლება უცებ ვერ შეგატყვენ, მაგრამ უცებ რა რაღაც სურათს ნახავ რომ შენ ერთისთვის როგორ იყავი რა, მაგას ხვებას უკვე უცებ შენთან შეატყობ. კეთილი. მოდი ავიღოთ ეგეთი სიტუაცია, რაც ხშირი არის რა, ესეთი საშუალო სტატისტიკური რომ გამოვიყვანოთ, ადამიანს აქვს აი ცოტათი ჭარბი წონა, მაგალითად, სხეული უნდა რომ ესთეტიკურად დახვეწოს, თან ანუ ეს ყველაფერი რაც ჩვენ ვთქვით, აი კუნთის ზრდა, გამძლეობა, ზოგადი ჯანმრთელობა, ესთეტიკა ხშირად ადამიანს ყველაფერი ერთად უნდა ხოლმე, ხო? ანუ მოდის დარბაზში, იმიტომ რომ თავისთავი არ მოწონს რაღაც კუთხით, გარეგნულად, ასევე წონის კლება უნდა და უნდა ისიც რომ მაგალითად კიბეზე რო ავა, ეგრევე ქვეშინი არ აუტყდეს და ლაშქრობაში რო წავა, რაღაცა არ ჩამორჩეს ყველას, ან ასე შემდეგ, ხო? აი ამ შემთხვევაში და თან ისეთ დროში ვცხოვრობთ, რომ ბევრი დროც არ აქვს რა ადამიანს. და ძალიან იშვიათია რომ ეგეთი მიზნებით ადამიანი მოვიდეს, იმიტომ რომ ძალიან გავრცელებული ის არის, რომ აი ჯერ წონაში დავიკლებ და მე ვარჯიშს დავიწყო. ანუ ერთად შეიძლება და ეგ უკვე ვილაპარაკეთ, რომ შეიძლება. შეიძლება და ანუ ხო, ურჩევთ რომ ყველას რომ ეგრეც გააკეთონ და თავი არ დაისუსტონ რაღაც წონის კლები და მე ვარჯიშს დაწყება ის, ანუ ერთი მას არ გამორიცხავს და არის აუცილებელი რომ ჯერ ერთი გააკეთო და მე მეორეს მიადგე რა. ხო, და აი ეს რო შევკრა ჩემი კითხვა, აი ესეთი ადამიანისთვის რა, რომელიც აი წონის კლებისთვისაც მოდის, გამძლეობისთვისაც მოდის, ანუ ესთეტიკური დახვეწისთვისაც, ან კუნთის ზრდისთვისაც, აი ეს მინიმალური ბაზისი, რითიც იწყება, რა არის და აი მოლოდინიც რა უნდა ქონდეს ესეთ ადამიანს შედეგის თვალსაზრისით. იმიტომ რომ დისციპლინა პრობლემაა ჩვენთან და ამაზეც მინდა გითხრათ. ხო, იდეაში ადამიანი თუ მოდის ეს ყველაფერი თუ უნდა ერთიანად და ძალიან დაბალი ბაზა აქვს თავიდან რომ იწყებს ნებისმიერი ფიზიკური აქტივობაც კი ანუ ამ ყველა დონეში უფრო წინ წაწევს რაღაც დონემდე. რო დაიწყოს თუნდაც უბრალოდ დარბაზში წონებით ვარჯიში, ანუ ყველა ასპექტში წაწევს წინ რაღაც მომენტამდე, მაგრამ იმ რაღაც მომენტის მერე უფრო რო განვითარდეს ამ სხვადასხვა ასპექტებში, მერე უფრო ცოტა დაყოფა საჭირო და რა სხვადასხვა რაღაცეებზე უფრო ყურადღების გამახვილება. იმიტომ ახლა უბრალოდ ვარჯიში რო დაიწყოს და წონებით ვარჯიში რო დაიწყოს, ანუ ესთეტიკასაც რა თქმა უნდა ეშველება, იმიტომ რომ ვარჯიშობს და გულს იჩქარებს თუნდაც რა, აი ეს კარდიოვასკულარული
სისტემასაც ცოტა უფრო განუვითარებს, ეხლა ვერ ვიტყვით რომ მარათონების სირბილს დაიწყებს რაღაც, მაგრამ ანუ როგორც ზოგადად ჯანმრთელობისთვის სასარგებლო არის. მაგრამ მე თუ უფრო მეტი სპეციფიკა მომდება, შეუძლია რომ უფრო გააკეთოს მონოტონური ვარჯიშები რომ დავარქვა, თუნდაც სიარული, ცოტა სირბილი და მსგავსი რაღაცები, რომ უფრო გამიჯნოს ერთმანეთისგან, თავისი ასე ვთქვათ, კარდიო რომ დავარქვათ, რაც ანუ თვითონ კარდიოს განუვითარებს, ცხიმის წვაშიც დაეხმარება და დარბაზი და წონებით ვარჯიში, რაც უფრო კუნთის დაზე, ძალის მომატებაზე იქნება ორიენტირებული და თვითონ ვიზუალის შესვლაზეც. კეთილი, აი აქვე მაშინ ამაზე ვიკითხავ, აი ზღვარი საიდან სად ივლება კარდიო და არაკარდიო ვარჯიშის შორის. ანუ მე სიტყვაზე თუ არ ვძუნძულებ 20 წუთი და ნახევარი საათია, მარტო დავდივარ დარბაზში და ასე ვთქვათ, თავისუფალი წონებით ან ეგრეთ წოდებული ტრენაჟორი არის, ქართულად რა ქვია. ხო, ტრენაჟორებით მოკლედ გასაგები იქნება ყველასთვის. ტრენაჟორებიდან თავისუფალი წონებით ვარჯიშობ, აი ბევრს რა, ან საშუალოდ. ეს შეიძლება კარდიო ვარჯიშად ჩაითვალოს, ან აერობულ ვარჯიშად ჩაითვალოს. მანდ უკვე მნიშვნელობა აქვს, აი ბევრ გამეორებას თუ აკეთებ და მსგავს რაღაცებს უკვე იცვლებ, რეპებს რასაც. ხო, ბევრ რეპებს თუ აკეთებ, უკვე ჩაგეთვლება რაღაც დონეზე. მაგრამ აი გადაცემის დაწყებამდე როდესაც ვილაპარაკეთ რა, მანდაც სამ ნაწილად იყოფა ეს ყველაფერი. ის პატარა მონაკვეთს ჰაერასთვის არ გჭირდება, მაგათ აი 5-დან 15 წამამდე, 20 წამამდე მაქსიმუმ. სადაც შეგიძლია რომ ძალიან მაღალი ინტენსივობის რაღაც შეასრულო ბევრი ჟანგბადის გარეშე, უკვე 20 წამიდან 3-5 წუთამდე, რაც შეიძლება რომ უკვე ჟანგბადი გჭირდება, მაგრამ შეგიძლია ეს მაღალი ინტენსივობის შენარჩუნება, ვთქვათ, იმ 15-20 წამში თუ აკეთებდი 90-100% შენი მაქსიმუმისას, აქ შეიძლება ჩამოვიდეს უკვე 90-80%-მდეც, მაგრამ მაინც მაღალ ინტენსივობას ინარჩუნებ და არის კიდე მესამე, რომელიც შეგიძლია 1 საათიც გააგრძელო და უფრო დაბალი ინტენსივობის არის, მაგრამ არანაკლები ეფექტი აქვს რა. ანუ ეხლა შენ თვითონ ადამიანს რომ დაუკვირდეს, იქიდან გამომდინარე რას აკეთებს ამ წონებით ვარჯიშსაც რა, რომელიღაც ამ სამიდან რომელიღაცაში მაინც მოაქცევს თავის ვარჯიშს. ხვდი? და აქედან გამომდინარე რაღაც ეფექტები ექნება, მაგრამ ერთი არის კიდე ის, რომ ძალიან მე უფრო ჩაუღრმავდება ამ თემას. ის რომ უკეთეს ეფექტები გქონდეს, ნახავს რომ ამ სამი ასპექტიდან ყველასა დრო უნდა დაუთმოს და არის რაღაცაც უფრო მნიშვნელოვანია და რაც ნაკლებ მნიშვნელოვანი არის როგორც დამწყებისთვის და მე უკვე უფრო განვითარებ ამ სფეროში განვითარებულ ადამიანებისთვის ცოტა იცვლება ეს ყველაფერი უკვე. კეთილი. ჩვენ ისე დროში ვცხოვრობთ, რომ ხალხს მოკლედ საკმარისი დრო არ აქვს ხშირად იმისთვის, რომ იაროს სპორტულ დარბაზებში ან ფინანსებთანაც არის დაკავშირებული ეს, ხო? ხა ბევრი პარკები და ამ პარკებში ამ ტრენაჟორები და ასე ვთქვათ, მრავალფეროვნებით აქაც გარებიურებულები არა ვართ. ამიტომ აი ჩემი შეკითხვა შეეხება სახლის პირობებში თუ და აქ ისიც მაინტერესებს საწყისსავე ეტაპზე რამდენად მნიშვნელოვანი არის აი ტრენერის ყოლაც რა, იმიტომ რომ აი ამ გამკლების გარეშე აი სახლის პირობებში ადამიანს უნდა რომ რაღაცა წონაც შეამციროს, ან უბრალოდ კარგ ფორმაში ჩადგეს, ზოგადი ჯანმრთელობა გაიუმჯობესოს და ასე შემდეგ რა, აი რაც უნდათ ხოლმე ადამიანებს. რამდენად რეალისტური არის ამის გაკეთება სახლის პირობებში თუ გავითვალისწინებთ თან იმას, რომ YouTube ჩენელი რამდენი არსებობს უკვე და იქიდან შეგიძლია ინსტრუქციების მიღებას და შეგვიძლია რეკომენდაციაც გაუწიოთ თუ არის ვინმე ესეთი კარგი. ანუ თავისუფლად არის შესაძლებელი, ანუ სულ რაღაც დამატებითი წონების და განტელების და ვთქვათ რაღაც ეგეთები რომ გამოიყენოთ, სულ სახლის პირობებში თავისი წონით ვარჯიშსაც ძალიან დიდი ეფექტები აქვს და სავსებით არის შესაძლებელი რომ როგორც ვიზუალი შეიცვალო, ისე ძალაც მოიმატონ. ფეთქებადობას, კარდიოს და ყველაფერს შეუძლიათ სახში ვარჯიშონ თავისი წონით. რავი, აზიდვები, ჩაჯდომები, აი უკვე ანუ ადამიანის წარმოსახვაზეა დამოკიდებული რა შეუძლია რომ მოიფიქროს და გააკეთოს, ბევრი რამეა შესაძლებელი და თუნდაც კარდიოს კუთხით
სირბილი უფასო ყველა შეუძლია გავიდეს და ირბინოს იაროს და მაგ კუთხითაც განვითარდეს. და რაც შეეხება ხა ტრენერის და მწვრთნელის აუცილებლობას, ესეთი აუცილებლობა არ არსებობს რა. როც ზოგს აქვს იმის ფუფუნება, რომ თავს მისცეს უფლება, რომ აიყვანოს პირადი მწვრთნელი და ეს ყველაფერი გაიმარტივოს, ასე ვთქვათ, და ასე ვთქვათ, ვიღაც გაუძღვეს ამ გზაზე თავის მიზნისკენ. რაც შეიძლება რომ თვითონაც გააკეთოს, მაგრამ ამას ყველაფერს დაჭირდება ძალიან ბევრი დამატებითი დრო, უნდა მოიძიოს ინფორმაცია და მე კიდე მოძიებულ ინფორმაციასთან ერთად არის კიდე ვის რომ ანუ შენ თავის უნდა აკონტროლო, რომ ეს ყველაფერი კარგად შეასრულო, მაგრამ რაღაც მომენტში მაინც ყველას სჭირდება, ასე ვთქვათ, ფიდბექი, რომ გზირა ხო არ გადაუხვია, სწორად მიდიხარ თუ არა რა. შეკებაც მათ შორის. შეკებას, მოტივაციაც და ასე ვთქვათ, ამიტომ არის რომ პროფესიონალ ათლეტებსაც ამ მწვრთნელი ყავს, იმიტომ რომ სხვისი თვალი დანახული მაინც სხვა არის რა. იმიტომ რომ გინდა არ გინდა ხო ობიექტური შეიძლება იყოს შენი თავის მიმართ ცეცადო, მაგრამ მაინდა-მაინც სულ ვერ იქნები. ხო. გეთახმები. ანუ პრინციპში სახლის პირობებში შესაძლებელია, მაგრამ აი ბევრს ვიცნობ, ვინც იძახის, რომ აი სახლში არ შემიძლია რა, ვერ მოტივაციის რა, ხო. თან ასე ვთქვათ, აი ვინც ამას ამბობს, ხშირად ასევე აყოლებს, რომ ან ჯგუფთან ერთად უნდა ვიყო მე, ან ტრენერი მჭირდება, რომელიც აი მაიძულებს, რომ ვივარჯიშო, ისე სხვანაირად არ შემიძლია. მეც მყოლია ხა აი ბევრი ისეთი კლიენტი, რომ აი რო ვარჯიშებ, გონებია რომ ჩემი ხათრით აკეთებს რაღაცას რა და მასეთ მოსწავლეს და კლიენტზე საშინელი არაფერი არ არის, იმიტომ რომ თავისთვის აკეთებს ადამიანი ხა და თვითონ თუ არ მოინდომა, შენ ვერაფერს ვერ უშველი და იმაზე კარგი და სასიამოვნო არ არსებობს, რომ ვიღაც მოდის სავარჯიშოდ და გისმენს და ატყობ, რომ ინტერესი აქვს და მართლა უნდა რომ რაღაც შედეგს მიაღწიოს. მას ადამიანთან მუშაობაზე მარტივი არაფერი არ არის რა და მისი მერე ის მონდომება შენს გადმოგეცემა, გინდა არ გინდა და უფრო ჩართული ხარ და უფრო კარგი შედეგზეც გადიხარ ყოველთვის რა. ანუ უბრალოდ გარემოცვა ჭირდება ადამიანს, ასე ვთქვათ, წასახალისებლად, რომ თვითონაც გააკეთოს რაღაცა სიტუაცია. როგორც სახში მუშაობა ურჩევნია ზოგს, ან ოფისში, ან სახში პირიქით ვერ მუშაობს, თუ საოფისე გარემო არ შეექმნა, იგივე ვარ. კი, ეხლა ვიღაცას პროსტო, ანუ იდეაში სწორ გარემოში ყოფნა ძალიან კარგიც არის, როგორც რაღაც ცხოვრებაში, ისე თუნდაც სპორტ დარბაზში და ეს კლასებს მაგარემოს ქმნის, რომ ადამიანი წესრიგად ივარჯიშოს და ამ შედეგს მიაღწიოს რა. არ ნიშნავს, რომ მოტივაციის ნაკლებობა აქვს, ან რაიმე მსგავსი. კი ბატონო, მე თან ისეთი ვიდეოები მაქვს ნანახი რაღაცა ამ სკროლვაში, სადაც აი სულ არ უნდადეს ადამიანს ვარჯიში, მოგანდომებს რა, ესეთი ეს არის აურა არის ასე თქვა. მოგანდომებს, მაგრამ გართობაში რო ვარჯიშობ რა. მაგრამ მაინც ის არის რა, რაღაც მომენტში შეიძლება მოტივაცია ცოტა ისეთია რა, ძალიან არასტაბილური არის. შეიძლება მოტივაცია დაიწყო, მაგრამ მაინც დისციპლინაში თუ არ გადაგივიდა, აზრი არ აქვს. ხო, აი ეხა მაგაზე მინდოდა ზუსტად მეკითხა, აი მაგალითად მე ვიცხოვრია დასავლეთ ევროპულ ქვეყანაში და ძირითადად ადამიანები რომლებიც ვარჯიშობდნენ მათ შორის სავარჯიშო დარბაზში დავდიოდი აი აი ეხა ეს მე რაღაც კვლევა არ ჩამიტარებია და რაღაც მაგრამ აი ვატყობდი რომ უფრო მეტად ყურადღებას აქცევდნენ აი ამ გამძლეობის ზოგადი ჯანმრთელობის მიმართულებას გულისხმობ რა და არა ანუ კუნთის დასაც მათ შორის რაღაც მაგრამ აი ის რომ აი დიდხანს და ბედნიერად თუ ჯანმრთელად ვიცხოვრო რა. აი ესეთი იყო უფრო საშუალო სტატისტიკური პროფილი რა. და აი ჩვენთან როგორ არის აი შენი დაკვირვებით აი ვინც ეს ნაკადი ვინც ყავს კლიენტი და თუ დროთა განმავლობაში იცვლებოდა ესეც მაინტერესებს. აი რა უნდათ ადამიანებს როცა შენთან მოდიან ძირითადად რა. ასე მგონია რომ ეგ პრიორიტეტები რა უფრო ამ ასაკთან ერთად იცვლება. და ანუ რაც უფრო ასაკი გვემატება ჯანმრთელობა პრიორიტეტული უფრო მერე ხდება რა და მერე შემოდის. იმიტომ რომ აი ხა ახალგაზრდა თუ მოდის სავარჯიშოდ, მაინც მისი პრიორიტეტია ასე ვთქვათ პირმიშლობით ჯანმრთელობა არ არის. ისედაც ჯანმრთელად გრძნობს და ხო რა, უფრო ურჩევნია ესთეტიკა, ძალა და მსგავსი რაღაცეები. იმიტომ რომ უფრო ასაკთან ერთად მოდის ის და ჩემს ნორმალურიც არის რომ უკვე ის ფიქრები რომ ანუ ჯანმრთელობის
კუთხით ივარჯიშოს, რომ კუნთის მასა შეინარჩუნოს, სახსრები ჯანმრთელი გქონდეს და კიდე შეეძლოს ის ფიზიკური აქტივობის გაკეთება წლების შემდეგ, რასაც ეხლა აკეთებს. და რაც იდეაში ნორმალურია, რომ ასაკთან ერთად უფრო მოდის რა, პრიორიტეტები ხო იცვლება ადამიანს და უფრო ვარჯიშის კუთხითაც ეგ პრიორიტეტად მე უფრო ასაკთან ერთად მე იწევს რა. თუ რა თქმა უნდა, ვინმეს რაღაც არ ჭირს, ასაკში არ არის და რაღაც ჭირს, შეიძლება ხა მისთვის იყოს ეგ პრიორიტეტი, მაგრამ ჯანმრთელი ზოგადად ჯანმრთელი ადამიანისთვის ესე მაინდა-მაინც არ იქნება რა. კი, და აი იმ კუთხითაც მაინტერესებს რა, აი ჩვენი მომხმარებლის თუ კლიენტის მოლოდინების თვალსაზრისით აი სად აი თავში წაშენის მომენტები სად გაქხოლმე ხელის წაშენის რა აი რაღაცა უნდა რომ მოვა და ერთ თვეში რომ მომიყვანე აი ადრე იყო ხოლმე უფრო ეხლა აღარ ამ დაეწია რა რეალურად ცოტა ხალხი დაეწია და ის მომენტი აღარ აქვს რომ აი მოვარდებიან და საფხულის ერთ თვეში პრესიმინდა და რაღაცა აი ეგრე არ არის ყოველ შემთხვევაში აღარ აჟღერებენ ეხლა ესე თამამად აღარ აჟღერებენ მაგრამ ის მომენტი რომ რა ქვია აპრილ-მაისის თვეში ხალხი დარბაზს მოაწყდება, არის დღესაც დილით კლასი მქონდა და იმდენი ახალი სახე იყო, რომ მე მივხვდი, რომ დროიდან გამომდინარე იყო, რა ხა იქიდან რამდენი დარჩება საوالჩოთ არ ვიცი, მაგრამ უფრო ხალხი ემატება ამ პერიოდში რა. და მაგათაც რაღაც მომენტში შეიძლება ის გქონდეთ, რომ აი უცებ მოვიხოდები, ცოტა ტანზე მოვა რაღაცა ზაფხულისთვის ის, მაგრამ მაინც ყველა უნდა გაიაზროს, რომ თუ შენი ცხოვრების სტილი არ არის, ესე ჰოპ უცებ რაღაცა გააკეთო და მე გაჩერდე, ეგრე არ არის რა. არ უნდა იყოს შენი ცხოვრების სტილი და რაღაცის ორი თვისთვის კი არ უნდა აკეთებდი, ანუ სულ უნდა აკეთებდი ამას და უბრალოდ რომ ეს კარგად გამოიყურებოდი, ამ ყველაფრის შედეგი იქნება რა. და მაგაში როგორ ვარ დისციპლინაში და რეგულარობაში? ეგ უკვე ადამიანს გააჩნია. აი ზოგადად შენი დაკვირვებით როგორ არის ხოლმე? აი მე ხა ჩემ გარშემო ძალიან ბევრი ადამიანი აი გაიჭირებს და მოინდომებს დაიწყებს 5 თვე ივლისისიც ჩააგდებს ხან მივა ხან არ მივა რაღაცა მე აი ესე არის რა. აი ხა ზოგადად რა ვიღოთ ვიტყვი რომ აი 50-50-ზე არის რა, იმიტომ რომ შეიძლება ძალიანაც იაზრებდეს რომ ეგრე არ შეიძლება და სისტემატურად უნდა იაროს რაღაც შედეგი გქონდეს, მაგრამ ასეთი ისე მაინც არ გამოსდის ყველას რა, მაგრამ ხა ჩემ მოსწავლეებში ავიღოთ, უფრო შევამციროთ, ვიტყოდი რომ უფრო არის, ისეთ ხალხი უფრო ჭარბობს, ვინც სისტემატურად ვარჯიშობს და რაღაც მიზანი თავიდან მიზნით მოდიან. და გადასდით მე უკვე ცხოვრების წესშიც რა. რაშიც თქვენც ეხმარებით კი, რა თქმა უნდა, და უფრო ცხოვრების წესშიც გადადის, ამ მიზნებსაც აღწევენ და მე ამ მიზნებს იქითაც უკვე აგრძელებენ რა. ბატონო, და ჩვენმა მსმენელმა და მაყურებელმაც რომ ისედაც იცის, მაგრამ აი უნდა ითქვას, რომ ფიზიკური დატვირთვა რეგულარული არის ერთ-ერთი მთავარი გარანტი ხანგრძლივი და ჯანმრთელი ცხოვრებისა რა. აუცილებლად. კი ბატონო. ან მარტო ის რა ვიყოთ, აი რო ვთქვით, ჯანმრთელობაზე. სახსრების ჯანმრთელობისთვის, იმისთვის რომ ანუ იდეაში ადამიანს რო კაი სიბერე გქონდეს, ხო? ანუ რაც უფრო მეტ კუნთის მასას შეინარჩუნებენ, არსებულს თუ დაამატებენ კიდე, მით უკეთესი იქნება, იმიტომ რომ ასაკთან ერთად კუნთის ატროფია ხდება, კუნთური მასა გვიმცირდება და მაშინ სუსტები და ჩაშარაგდებით. ამიტომ რაც მე შევინარჩუნებთ და მივხედავ და მოვულით უკეთესი იქნება. და მათ შორის არანაკლებ მნიშვნელოვანი არის სისხლძარღვების ჯანმრთელობა, ხო? კი ბატონო, ამ ყველაფერთან ერთად ეგეც იგულისხმება, კი, და დამატებით თუ მაგისთვის რამე ცალკე სპეციფიკურს აკეთებს ადამიანი, ხო, მით უკეთესიც. კეთილი, ხო, აი ეგ პულსის ძალთა ჯანმრთელობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ აი ესეც ხა არავინ არ იფიქროს რომ რაღაცას ესე ნუ შედარებასავით გამომი, მაგრამ ჯობია რომ ადამიანი ფიზიკურად აქტიური იყოს და ჭარბი წონა ქონდეს, ვიდრე მაგალითად იყოს ნორმალური BMI-ის, ანუ გამხდარი იყოს და უმოძრაო იყოს სრულად. ანუ ეგ ვერ ვიტყოდი რომ უფრო ჯანმრთელია ვიდრე ის ჭარბი წონის ადამიანი რა. ხო. ხო. კეთილი. აი აქ აი ამ წონაზე შეიძლება მე ვერ გავიგე ზუსტად, აი მინდა რომ აი რაღაცნაირად ოპტიმალური რჩევა მივცეთ ადამიანებს, მათ შორის ვინც სახლის პირობებში გადაწყვეტს ვარჯიშს, აი მაგალითად ადამიანს აქვს ჭარბი წონა, სიმსუქნე, პირველი ხარისხის და უნდა წონის დაკლებას და აი მაგალითად დაიწყო დიეტა, ეგრეთ წოდებული და არის ზომიერ კალორიულ დეფიციტში. ხო.
და პლუს უნდა რომ ჩართოს ვარჯიშიც. აი რა იქნებოდა ის მინიმალური საბაზისო რაღაცა ვარჯიშის განრიგი კვირის განმავლობაში, რაც აი ყველაზე ეფექტური იქნებოდა წონის კლების თვალსაზრისით და არა ისეთი როგორც თქვენ ახსენეთ რომ რაღაცა შეიძლება უცებ მივარდეს და გაიოფლიანოს თავი და ეგონოს რომ იდეაში ეს სახლის პირობებში აი ხა რო თქვათ აი პატარა თქვა პროგრამასავით რომ შევადგინოთ ჩემთვის პირადად ესე ურჩევდი რომ კვირაში 3 დღე ივარჯიშონ ასე ვთქვათ თავისი წონით თუნდაც ან შეუძლია ყველას რომ შეიძინო ანუ resistance bench რო არის ის დაიხმარო ვარჯიშში და არ არის აუცილებელი რამე ძალიან სპეციფიკური სპლიტების გაკეთება შეუძლიათ ამ 3 დღიდან ყოველი თითოეული დღე იყოს full body და ანუ ხელის სხეული ხო ხელის სხეულის იმიტომ რომ იქიდან გამომდინარე ხა სახში ვარჯიშობთ და მარტო ჩვენ სხეული ანუ წონით ვარჯიშობთ ძალიან მრავალფერ არჩევანი რაღაც ვარჯიშები შეიძლება არ იყოს ამიტომაც უკეთესია რომ ამ თლიანი სხელი ვარჯიშოთ ეს 3 დღე და წონის კლებისთვის ანუ სიარულზე უკეთეს ანუ არაფერი არ არსებობს სიარულზე მიაქ უბრალოდ ბევრი ნუ ხო მაგრამ ანუ ვისაც ვიმეს პრიორიტეტი არის წონის კლება, ასე ისე დროს სადღაც მაინც ყოველთვის თუ გვინდა დროს ყოველთვის გამოვნახავთ რა. ხო, მეც და ასე ვთქვათ სხვა დღეებში ურჩევდი რომ იარონ, ანუ ეს სიარული ძალიან საწყისი ის არის, მაგრამ ძალიან ეფექტური არის რა. თუნდაც დანარჩენი 4 დღე იარონ, მაგრამ თუ ატყობენ რომ აქ მერე კიდე შემოდის ფაქტორი რომ ანუ აღდგენა უნდა გქონდეთ თუ ხედავენ რომ ეს სიარულიც კი ძალიან დამღლელია და მათთვის და სიარულისგანაც სჭირდებათ აღდგენა, მაშინ შეიძლება რომ სრულად რამე 1 ან 2 დღე აიღონ, როდესაც არ გააკეთებ არ ფიზიკურ აქტივობას და სხეულს მისცემს საშუალებას, რომ ძალები აღიდგინონ. კეთილი. აი რახან აღდგენა ვახსენეთ, აი ეს აღდგენის საუკეთესო რუტინაც როგორ შეიძლება დავახასიათოთ თუ გვაქვს ესეთი, იმიტომ რომ აი მეორე დღეს ხშირად არის ტკივილი, ადამიანებს გონიათ რომ ეს ტკივილი რძემჟავას დაგროვებით არის ხოლმე ხშირად რა არა სინამდვილეში ტკივილის დიდ ნაწილს აი ხო რძემჟავა მაგდენი ხანი არ რჩება ორგანიზმში, იმიტომ რომ ძალიან ტოქსიკური ნივთიერება არის და რეალურად ეს არის მიკროტრაუმები და მიკროდაზიანებები დავეთანხმები ალბათ რაც ადამიანს აი როგორ აი აღდგენის ოპტიმალური აი მიკროტრაუმებს ამ იდეაში კუნთის ზრდა ხო რა არის რომ ანუ კუნთი ასე ვთქვათ იშლება, იხევა და მისი აღდგენა მიმდინარეობს და ის შედეგადაც ამ კუნთი იზრდება რა. და ამ ყველაფერს ეს პროცესები კარგად წავიდეს, აი ოდნავ მოძრაობას ურჩევდი ადამიანებს, რომ სისხლის მიმოქცევა იყოს კარგად. და რა თქმა უნდა საკვები, რომ ანუ ის ნუტრიენტები თუ არ მივეწვეთ ორგანიზმში, ისაც ამ დაზიანებულ კუნთებს აღადგენს და ცილოვანი მეტად. თუ ბალანსია საჭირო რა. ანუ როგორც ცილა საჭირო კუნთის ზრდისთვის, ისე ჭირდება ორგანიზმის ცხიმების და ნახშირწყლების რა. ვერი ფუნქციონირებს, რომელიღაც გარშე ვერი ფუნქციონირებს. შეგვიძლია რაღაცას ფოკუსი გავაკეთოთ და პროცენტულად უფრო დიდი დოზა მივიღოთ, მაგრამ არ ნიშნავს რომ რაღაცა საერთოდ უნდა გამოვრიცხოთ. ანუ აი ვკითხულობ რომ ეგეთი მოსაზრება და დამკვიდრებული რომ ძლიერად ესეთი ვარჯიშის მერე ცილოვანი საკვებით გამდიდრებული ესე ვთქვათ ცილოვანი ინგრედიენტებით გამდიდრებული საკვები უფრო ეხმარება კუნთის აღდგენას ვიდრე არა ხო ანუ თუ პირველი პრიორიტეტი ასე ვთქვათ კუნთის ზრდა არის მაინც ჩვენთვის ძირითადი ფოკუსი რა თქმა უნდა ცილაზე უნდა იყოს მაგრამ ცოტა ნახშირწყალიც აუცილებელია რომ ამ ყველაფრის წესრიგად ათვისება მოხდეს. კი ბატონო, მაგრამ კვირაში 3 ვარჯიშზე ყველა ვარიანტში წესით 3 დღეში უნდა ანუ ამ ინტერვალებით უნდა მოასწროს თავისთავად აღდგენა. ნუ ეს ძალიან ის ინდივიდუალურია და ადამიანს გააჩნია, მაგრამ მაინც ყველა ადამიანი მაინც წინ წაიწევს პროგრესი რო ექნება. ხო. აღდგენაც უფრო გაუმარტივდება, იმიტომ რომ ადაპტაცია რომ მოხდება, ანუ რაღაც ერთი კვირა რო ვარჯიშე რაღაცა ვთქვათ, ჩემო კუნთება ზიანი მიიღეს აღდგენა უნდათ, რომ აღდგებიან, ყოველ აღდგენის დროს ხდება ადაპტაცია, მის სხეული ამის ადაპტირებულია და შეუძლია ცოტა მეტი გააკეთოს, მეტი და ასე ხდება ამ პროგრესი, რაღაცას ვაკეთებთ, იმაზე ამერ ადაპტაციას აკეთებს ორგანიზმი და მივიდივართ უფრო წინ. კეთილი. წეგან ახსენე full body workout, ანუ სხეულის სრული ვარჯიში. ასე არსებობს გავრცელებული მოსაზრება, რომ რაღაცა კუნთების ერთად ვარჯიში არ შეიძლება. ეს მითია თუ ნუ რაღაც კუნთების ერთად ვარჯიში არ შეიძლება, უბრალოდ იქიდან გამომდინარე, ანუ არის ლოგიკური, რომ
აი როგორ თქვა, ანუ რაღაცას ვაკეთებდა ეგრე ყოფ, ბროსფლით ქვია მაგას, რა ის უხეში არგონულად, რომ რაღაც კუნძს ერთ დღეს რაღაც ერთ კუნძს ავარჯიშებ, მეორე დღეს რაღაც კუნძს ავარჯიშებ და ეს გამომდინარე, ანუ ლოგიკად რომ შეღებთ აი რაღაც კუნთები, რაც ერთად რა ავარჯიშო, უბრალოდ შეიძლება რომ ერთ რაღაცას თუ ვაკეთებ, რაღაც მეორე ხარისხად ისიც მუშაობდეს. და ანუ აზრი არ ქონდეს ხა იმ კუნთის კეთებას და ჯობია რომ დაასვენო და ცალკე დღე დაუთმო რა. მაგრამ ეს არ გამორიცხავს full body workout-ს მაინც. Full body workout-ი უფრო სხვა თემა, full body workout-ი ნიშნავს რომ შეიძლება full body workout-ის როსაც არ აკეთებდი ყველაფერს და ყველა კუნთს არ მოიცავდი, მაგრამ არის ის რომ ანუ ზოგადად თლიანს ხელს ავარჯიშებ, იმდენ თქვა გამეორებაზე დატვირთვას ერთ კუნთსი არ აკეთებ, როდესაც არის ბროსფლეთის დროს არის და უფრო ნაკლებ დროს ჭირდება აღსადგენა და შემდეგ დღესაც რომ full body-ს აკეთებ და შეიძლება სხვა მოძრაობით როგორც პირველ ხარისხმად არ მაგრამ მეორე ხარისხმად იგივე კუნთისებ დატვირთო, შედეგი მაინც გაქვს. კეთილი. კი ბატონო, მოდი დაუბრუნოთ ახლა აი ფიზიკურ დატვირთვას და ასაკს, რომელსაც ესე გაკვირით შევეხეთ, ხო? აი პირველი სანამ ამას ჩაუღრმავდებით, აი ეგეთი კითხვა მექნება, ისევ აი შედარება მინდა, აი სხვა ქვეყნებთან, აი ჩვენთან რაც მე მაკლია თვალში სავარჯიშო დარბაზებში, ძიმეთწილად არის აი ეს შედარებით უფროსი ასაკის ადამიანების სიარული. რაღაცა თითქოს თავის თავს ვერ ხედავენ იმ სივრცეში და ხო, აი რისი ბრალია რას ფიქრობ? ანუ კულტურული ის არის ფაქტორი შემეზე, იმიტომ რომ ხა მამაჩემის თაობა და უფრო კიდე დიდი ადამიანები, ანუ მათ ცხოვრებაში ანუ ესეთ ფიზიკური დატვირთვა და რაღაცა არ ქონდა მხელა როლი და ანუ უფრო კულტურის ამბავი არის ხა, როდესაც როგორც ხა მოხუს ადამიანს რაღაც ტელეფონისთვის რაღაც გაჯეტების სწავლა გაუჭირდეს, ისე უჭირს ახლა ამ ყველაფერზე გადმოთვა და ეს ვთქვა ცხოვრების სტილის შეცვლა მთლიანად რა. მაგრამ მაინც გონია რომ ვინც იაზრებს რომ ჭირდება და არ თვლის რომ ძალიან გვიანი არ არის მისთვის და გვიანი არასდროს არ არის, რაღაც დონეზე ახლა ყველა მაინც იწყებს აქტივობას ხა. სიტყვაზე პირველ მაგალითად მამაჩემის რა ვიღო, მაგალითად ანუ ადრე თუ არ ვარჯიშობდა ესე ხა არასდროს, სახში ყოველთვის ვარჯიშობდა ხოლმე რაღაცას, მაგრამ ეხლა ასაკთან ერთად თავი განება და რაღაცა, მაინც იპოვა რაღაც ის აქტივობა, რაც მოსწონს, ეხმარება, ცურვაზე დადის ყოველდღე და მისთვის სრულებს საკმარისია, ჭარბიწონას დაკარგა. სახსრებზეც არანაირი დატვირთვა არ აქვს ზედმეტი, თავსაც უკეთგზნობს. ხო, თავსაც უკეთგზნობს, ანუ კარდიოვასკულართას უკეთესი სიტუაცია აქვს. და ძალიან ხო, აი ყველა შეუძლია რაღაც ნახოს თავისთვის, რაღაც აქტივობა რა. ბევრი მოხუცები არიან, ეხლა ის უბრალოდ სეირნობენ თუნდაც რა, ძალიან მშვენიერი არის. არ არის აუცილებელი მოვიდეს დარბაზში და წონებით ივარჯიშოს. ხო. კი, მაგრამ აი მაინც აი თითქოს იმ ფაქტორსაც ხედავ, რომ აი უფროსი ასაკის ხალხს რაღაცნაირად აი თავის თავს ვერ ხედავენ, აი ფიქრობენ რომ სპორტულ კი, რა თქმა უნდა, შეუძლიათ რომ პარკშიც ზუნზული სეირნობა, ასე შემდეგ სახლში გაწელვები მაგალითად და რომელიც ახლა შეიძლება დიდად თავის მოტყუება უფრო იყოს ეს გაწელვები ვიდრე რაღაცა ფიზიკური დატვირთვა შეიძლება დავარქვათ, მაგრამ თითქოს აი ეს ახალგაზრდების თემა და ეს ირცხვილებაც კიდევაც რომ მე იქ რა მინდა, რამე საქმეა და ეგეც კულტურული ბარიერიც მე მგონი არსებობს. კი, არის რაღაცები, მაგრამ ну ხო, უფრო ის არის აი მე იქ რა მინდა რომ უკვე ამას საკში რაღაც დროს ჩემი ეგ არის რა. ეგეც არის და ხო რა. ბევრი ფაქტორი. მიზეზები, ანუ უბრალოდ ახლა ვინმე ზარმაც ადამიანს ხა დაბალასაკისას თუ რა სხვა მიზეზები აქვს, იმას უბრალოდ სხვა მიზეზები აქვს რა და ეგ არის და ეგ. კეთილი. აქვე აი ასაკზე სანამ ვართ გაჩერებული, აი რომელი ვარჯიში შეიძლება ჩავთვალოთ ისეთი ტიპის ვარჯიშად, რომელიც არის ყველაზე ერთზე ვთქვათ მდგრადი რა, ანუ რომელიც შემიძლია რომ ეხა მე ჩემ ასაკში დავიწყო სიტყვაზე და რომლის შენარჩუნება არ გამიჭირდება მოზრდილ ასაკში და თან ვიქნები ასე ვთქვათ ფორმაში რა, ანუ აი ჯანმრთელობის გრძელვადიანი ჯანმრთელობის შენარჩუნების თვალსაზრისით ყველაზე ისეთი მდგრადი ვარჯიშის ფორმა, რომელს გამოყოფდი თუ რამდენიმე შეიძლება იყოს ასე. აუ ესე მაკუთხით რო ვთქვათ, იდეაში ნებისმიერ ვარჯიში შეიძლება რა. ანუ თავარია რომ ანუ მათ ფოკუსი უნდა იყოს ადამიანის რო ჯანმრთელობა და რა ვარჯიშსაც გააკეთებს. თავარი არის რომ იმ მიზნით გააკეთოს, რომ ეს ჯანმრთელობას წაადგეს. ხა სიტყვაზე რო ავიღოთ თუნდაც დარბაზში ვარჯიში წონებით, პრიორიტეტი
პრიორიტეტი თუ იქნება ადამიანისთვის მისი ჯანმრთელობა, ეს მოძრაობები უნდა შეასრულოს ისე, რომ მისი სახსრებისთვის იყოს სასარგებლო, კუნთისთვის, კუნთი დარჩეს ტონუსში, კუნთის მასა გაზარდოს, სისხლარღვევის ფუნქცია შეინარჩუნოს კარგად და არ უნდა წავიდეს რაღაც სასწავლო წონებზე, ცუდი ფორმით არ უნდა აკეთოს ეს ვარჯიშები, რაც ასაკის მიუხედავად მაინც რაღაც ზიანს გამოიწვევს. კი ბატონო, მაგრამ ხო არის მაინც ეს დეესკალაცია ხანდახან ხო საჭიროა რა, ეხლა რაც შეუძლია 20 წლის ადამიანს, ის ხა 80 წლის ადამიანი ვერ აკეთებს რა და აი ამ ხრივაც ვამბობ, აი ისეთი ვარჯიშის ისეთი ფორმები, რაც მაგალითად რაღაც ასაკში აი სახსრებზე პრობლემას არ შეგვიქმნის მაგალითად, ხო? იმიტომ რომ შეიძლება რომ ჭარბი და ძირითადად სპორტით ვინც არიან დაკავებულები, ხშირად მათ აქვთ ეს პრობლემები. სპორტ როც არიან ახალგაზრდობაში დაკავებული, მათი პრიორიტეტი ჯანმრთელობა არ არის და აკეთებენ ამ ყველაფერს იმისთვის, რომ უკეთესი პერფორმანსი ჰქონდეთ. რაც შეიძლება მერე და მერე ასაკთან ერთად უფრო ჯანმრთელობის პრობლემები შეუქმნას. მაგრამ სულ ვთქვათ, ეხლა ესე რომ ვიღოთ რაღაც ვარჯიშები, რაც ყველა ასაკის ადამიანისთვის შეიძლება, როგორც 20 წლის ადამიანისთვის, 60 წლის ადამიანისთვის, ჩვენ CrossFit-ში ვაკეთებთ ეგეთ რაღაცას, რომ CrossFit-ში თავარი არის, რომ აი მოძრაობის ამ სტიმულს ვეძახით, ანუ რა შედეგს იძლევა ადამიანისთვის რა. და რო ავიღოთ სიტყვაზე ჩარჯნომები აქაც, აი ღერძით ჩარჯნომები ავიღოთ, 20 წლის ადამიანისთვის ჩარჯნომებისთვის რაღაც სტიმულს გვინდა რომ მივცე და ვაკეთებთ ღერძით ჩარჯნომებს. იგივე სტიმულს შეიძლება 60 წლის ადამიანს მისცეს უბრალოდ სკამზე დაჯდომამ და ადგომამ, რაღაცა თავისი წონით ჩაჯდომამ. ხებით არ არის აუცილებელი ერთი და იგივენაირად გავაკეთებინოთ, რომ იგივე შედეგი მივიღოთ. კეთილი, კი ბატონო. ეხლა მინდა ვისაუბროთ ამ ეგრეთ წოდებულ wearables რო ეძახიან რა, აი რაღაცა მოწყობილობები, რომლებიც აკეთებენ რეალურად რაღაცა მონაცემების მონიტორინგს შენს სხეულში და ასევე კარნახობენ რაღაცას, ხო, რაღაც ახან განგაშის არსებენ, ხან გეუბნებიანო კარგია, ასე აი რეალური საჭიროება სად არის აქ და სად არის აი ჭარბი მარკეტინგიან თუ ხდება ხოლმე ისეც, რომ ზედმეტად ჩაციკლულები არიან ხოლმე ეს კლიენტები თუ როგორ თქვა, მოვარჯიში ადამიანები ამათ. ჩემგან როგორ გაჟერდება არ ვიცი, ყველაფერი მიკეთია მე თვითონ, მაგრამ არანაირად საჭირო არ არის. ანუ შეგვიძლია ვიხმაროთ როგორც დამხმარი საშუალება, რომ თუნდაც ჩვენი დისციპლინისთვის, ასე ვთქვათ, ადამიანმა რომ აი რაღაცებს რომ აკონტროლოს რაღაცა, მაგრამ ის 100% რაღაცას დაუჯერო და მე თუ სიტყვაზე ვუპიმეონება რომ დღეს წითელში ვარ და უნდა ჩავთვალო დღეს არაფრად არ ვარგი ვარ, ეგრე არ არის რა. ეს წითელში რას ნიშნავს? ნუ ვუპს აქვს ან ვიდეოში რომ recover, ანუ როგორ ფორმაში ხარ დღეს რა, როგორი აღდგენა გქონდა გუშინდელი აქტივობების თავსკადად დღის მერე, ან ხარ მწვანეში, ან ხარ ყვითელში, ან ხარ წითელში. მაგრამ ძალიან ხშირად მქონია შემთხვევა რომ წითელში ვარ და იმ დღეს რა ვიცი, ანუ ჩემ საზოგადოების რა ვიცი ძალიან 100%-ამდე დამიდია და რაღაც ისე კარგად შემისრულებია რომ ერთმანეთთან თანხმობაში არ მოდის რა და შეგვიძლია რაღაც ზონეს გავითვალისწინოთ, მაგრამ ის არის რომ 100% უნდა დაუჯერო და მე დღეს სიტყვაზე წითელში ვარ, სახში დავждე და არაფერი არ ვაკეთო. ხო. და ეგეც არის, ანუ და ეს თქვა საჭიროებას არ წარმოადგენს რა ეგეთი გაჯეტები, მაგრამ არის რაღაც გაჯეტები ისი გამოყენებას თქვაზე შეგვიძლია. მაგრამ უფრო ყოველდღიურობის მანამდე საჭირო არ არის. უფრო ის სპორტული განხრით კიდე შეიძლება რაღაცები ვთქვათ, რომ ეს კარგია თუ გამოიყენებ, ეს არ არის საჭირო მაინდამაინც რა. ოკეი, ანუ შეიძლება ეხა ეს აუცილებელი საჭიროება არის, მაგრამ შეიძლება რომ რამეში დაგვეხმაროს, იყოს და დრო დაგვაზოგინოს რაღაცაში, ან უფრო უკეთ გვაკონტროლებინოს რაღაცა, აი შენ რაში ხმარო, მაგალითად იმის გარდა. მაგალითად შუქნიშნის გარდა. ხო, რასაც ვთქვათ, ყოველდღიურობას მაინდამაინც არ ვაქცევ, მე უფრო ძირითადად გაჯეტები რა ვიღო, ხმარობ ის რაც ამ სპორტულ პერფორმანსში მეხმარება რა, საათი, ამ ფიტნეს საათი, რა თქმა უნდა. და ეხლა უპის რა მქონდეს, ანუ ჩემი აღდგენის კონტროლი საათისაც შემიძლია, იმიტომ რომ ძილსაც გიკონტროლებს.
ძილის მონიტორინგიც აქვს, HR-ის მონიტორინგიც აქვს და მაგორთან დაფუძნებით შემიძლია თქვა, რა როგორი აღდგენა მქონდა და ვისი თავი მეორე რაც ახსენეთ რა იგულისხმება variability-ის, რაც იდეაში, ანუ როგორ გეძინა ღამე მაგაზე არის დამოკიდებული და თუ სტაბილური გაქვს, ანუ არ არის ის რომ რაღაც მაგათად ვიღაცას თუ აქვს 100-ია კაი და ყველას 100 უნდა გქონდეს. რა თავი არის რომ და რაღაც დროის მონაკვეთში რომ შენი რაღაც დანაგარი გაჩვენებს რომ აქედან აქამდე არის შენთვის კარგი HR-ი, იმ ფარგლებში თუ რჩები სულ, ესე იგი კარგი აღდგენა გაქვს და არ უნდა თამაშობდეს ძალიან. არ უნდა ჩამოდიოდეს ქვემოთ, მეორე დღეს უსებ ზემოთ არ უნდა დადიოდეს, უფრო სისტემატიური უნდა იყოს. და კიდე გაჯეტებსაც შეეხება, რასაც ხმარობ, ანუ ისე სპორტში, ფიტნესსაც თუ იხმარებენ, თქო, სირბილისთვის, ცურვისთვის, რაც ამის გარშე შესაძლებელია, მაგრამ თუ არის სურვილი, რატომაც არა რომ გამოვიყენო. და არის რამე ისეთი კონკრეტული გაჯეტი ან აპლიკაცია, რომელსაც ახლა რა ვიცი, თუ კარგია გავუკეთო თუ ფასორი რასაც აი ან შენ თვითონ ესე ურჩევდი, მაშინ თქვას აი ვისაც დიეტის კონტროლი უნდა, ანუ აპლიკაციას რომელიც კალორიებს ცვლის. იმიტომ რომ ანუ სულ ხა სწორად 100% სწორად არ ითვლის რა თქმა უნდა ეს კალორიებს, მაგრამ ასე ვქოს მაინც დისციპლინას გაჩვევს და ანუ შენ თავის კონტროლს გაჩვევს. და არც არის აუცილებელი რომ ისეთი ადამიანები ვისაც ძალიან მრავალფეროვანი დიეტა არ აქვს, ასე თუ ისე მაინც თქვა რაღაც საკვებს იმეორებენ და დროთად რომ ერთი თვეს რომ იხმარონ ეს აპლიკაცია მაგის მაგარიშეს მე შეიძლებათ კონტროლი თავის საკვების პორციებისას და ყველაფრის რომ დიეტის ფარგლებში დარჩნენ. ეს აპლიკაციები ძალიან ვითარდება დროთა განმავლობაში, ეს AI რაც შემოვიდა, ხო ყველაფერი შემოვიდა და ამ აპლიკაციებში შემოვიდა და ეხა მე აპლიკაციას ხმარობ თქო დიეტის კუთხით, ჩემს საავადმყოფო პროგრამასთან არის პირდაპირ დასინქრონიზებული და ჩემი ვარჯიშები რაც დღეს უნდა მქონდეს გადააქვს, ანუ კალორიებს მიწერს იქიდან გამომდინარე რომ აი რა დატვირთვას უნდა მქონდეს პლუსი მინუსი, იმიტომ რომ ეს პრობლემა მქონდა ხოლმე. ჩვეულებრივი ასე ვთქვათ calorie counting აპლიკაციებთან რომ ეს რაღაცას რომ მაძლევდა კალორიას, მე იმ დღეს შევსვლა ნაკლები მეკეთები მაქვს, ან მეტი და არ მაქვს ხოლმე ყოველთვის არ მითვლიდა ხოლმე და ეს სხვა აპლიკაციები ასინქრონიზებს ერთად. კი, მაქვს ყოველთვის გითვლის ისე რომ თუ გინდა რომ მაინც კალორიულ დეფიციტში დარჩე, თუ პლუსში ხარ, მაინც პლუსში დაგტოვებს კალორიებზე და კიდე პლუს გაძლევს ამ აქტივობებიდან გამომდინარე, რომ აი ამ აქტივობებს რა დროს რა ჭამო, ამ აქტივობაზე რა მიიღო და აი უფრო დეტალურად რა და ძალიან გიმარტივებს ცხოვრებას. ხო, შეგვიძლია დავასახელოთ რომ ბევრი აპლიკაცია არის ხოთაშორს. მე ვხმარობ Fuel In, ეგრე ქვია, subscription-ს აკეთებ. Fuel In, ხო. და სხვადასხვა აპლიკაციას უკავშირდება სავარჯიშოს და თუ წინასწარ გაქვს იმ აპლიკაციაში პროგრამა გაწერილი და წინასწარ ხედავს, წინასწარ გეუბნება კალორიებს, ან თუ რაღაც აქტივობას გააკეთებ და მე აიტვირთება მაგასთან რა, მე შეუძლია რომ დაგიკორექტიროს კალორიები. შვენიერი ეს ერთი კაი უფასო რჩევა, რომელიც მაგრამ subscription-ი ფასიანი იქნება. აი ერთ წელს თუ იღიდი, მაინც ეს შეიაფი გამოდის. კარგად გამოდის. გაგვიყვ ახსენეთ გაწელვები, გახურება და ეს შე. ამას რეალურად რა როლი, ანუ ამ ტიპის ვარჯიშებზეც მინდა ვილაპარაკო, ეს უფრო რაღაცნაირი ისეთი ვარჯიშებია, მედიტაციური ტიპის ვარჯიშებია თუ რეალურად აქვს რაღაც აი იოგა, რაღაცა. კი, ანუ ესე რომ ვთქვათ, ხა გახურება რო ავიღოთ, გახურება და mobility ვარჯიშები არის იმისთვის კარგი, რომ ანუ რაღაც მომენტში რომ ტრავმები ავიცილოს თავს, რა, იმიტომ რომ კარგი range of motion-ი თუ არ გაქვს, mobility არ გაქვს. სადღაც შეიძლება უფრო დიდია ტრავმის საშიშროება რაღაც შესრულების დროს და თუ კარგად გახურებული არ ხარ, მაგ დროსაც დიდი იზრდება, ასე ვთქვათ, ტრავმის საშიშროება რა და როგორც ეს ასე ვთქვათ, injury prevention-ი ორივე სასურველი და აუცილებელიც არის. და აი გახურებაში რა იგულისხმება? გახურებაში იგულისხმება თუნდაც რომ სხეულის ტემპერატურა უბრალოდ აუწიოთ რა, რამე ისეთი მოთხოვითი ვარჯიშები გააკეთო, რომ ეს core body temperature უფრო ზემოთ წავიდეს, თო კუნთები შეახურო. ძალიან ზოგადად რო ვთქვათ რა. ეს აპებიც გვეხმარება მაგის კონტროლში, რომ რამდენი რა ტემპერატურა, რა core body temperature რა გაქვს. რაღაცა კიდე, ხო? ალბათ მაგის კონტროლში შეგიძლია core body temperature-ის, მაგრამ მაგას უბრალოდ ხმარობენ უფრო
ძალიან ნიშურ სპორტებში და სპეციფიკური ბენეფიტი. იმისთვის არა რომ შეხედვა გახურებული ვარ თუ არა, მაგას თუ შეხურდი ხსა და ოფრი წამოვიდა და სისხლმა ატყობ რომ მოძრაობა დაიწყო, საკმარისი არის და რაც მაგას შეეხება, მაგასაც ცალკე დანადგარი როგორც heart rate მონიტორები არის, ისე არის ცალკე corporate temperature, ანუ სხეულის ტემპერატურის საზომიც, არა კანის ტემპერატურის საზომი, ანუ შიდა ტემპერატურას ზომავს და მაგას იყენებენ უფრო ისეთი სპორტსმენები, ვისაც სიცხის ადაპტაცია ჭირდებათ, სიცხეში ვისაც უწევთ, ასე ვთქვათ, რაღაც ვარჯიშების შესრულება, მაგის არის კარგი, ანუ გაძლევს ფიდბექს, გეუბნება როგორი ადაპტირებული ხარ სიცხისთვის, თუ რა სიცხეში გაქვს სარბენი ან რაღაც გასაკეთებელი და თუ არ ხარ მზად, ძალიან დიდი ფაქტორია და ძალიან უკან დაგხევს და ასევე თუ გაგიგია, ანუ ძალიან პოპულარული არის ეს altitude camp-ები, აი 2000-2200 მეტრს ზემოთ, სადაც ნაკლები ჟანგბადი არის, მან ვარჯიშობენ და ანუ ძალიან ისეთი ბენეფიტი აქვს რა, სისხლში, ანუ ამ წითელი მოლეკულების რაოდენობა იმდენად იზრდება, რომ ეგ ეფექტი რომ მოყვება, მე რაღაცა მაგათად აი სარბენი მაქვს, რაღაც დღეს სარბენი მაქვს, ხო? ორი კვირა რო წავიდე და ეს არტისზე ვივარჯიშო, და ადაპტაცია მოხდეს, ამ ყველაფერს ბენეფიტებს დააგრებ და რო ჩამოხვალ მართლა გეხმარება რა. თან დიდი დროს არ ჭირდება, ერთი კვირა თუ და ორ კვირამდე რო იყო ასეთ სიტუაციაში, სადაც 1-3-4 დღე მოყვება ეს ყველაფერი რა და რეალური ეფექტი აქვს და ჰით ტრეინინგს ეძახიან ღარიბი ადამიანის იმას აქვს რა altitude camps, იმიტომ რომ hit training-საც აქვს იგივე ეფექტები რა და შეუძლია იგივე ეფექტები მოქცეს რაც altitude camps. ხო, აი ჩვენ ყავდა ერთ-ერთ ეპიზოდში ნინი მიქავა შეიძლება იცოდეთ და კიდევაც მორბენანი, რომელმაც ეგ გითხრა რომ აი თაში გაზრდილ ადამიანებს რომელსაც აი ფაქტობრივად ფორაც კი აქვთ იმადა და ბარში გაზრდილ ადამიანებს თაში. ეგრე არის კოლუმბიელი ველოსიპედისტები, ანუ თაში სვლაზე ვერავინ არ ჯობს, იმიტომ რომ დედაქალაქი აქვს მეგონი 200 ხო, ამის 3000 მეტრზე რა და მან რო გიწევს ცხოვრება, ანუ მთელ altitude camp-ში ხარ რა. და მართლა სერიოზული ბენეფიტია და კი, აბსოლუტურად მესმის, ხო. კი, მე სხვათა შორის ეგ უშუალო გარემოცვაშიც კი შეიძლება შეატყო ადამიანს. საქართველოში მე მგონი რომ არ გვაქვს ეგეთი ადგილი, რომ ნუ შეიძლება ხა უშგულიდან მაქსიმალიზ როგორ გვაქვს ადგილი, მაგრამ ისე რომ რაღაც სპორტული დაწვრთნები გააკეთო იქ, მას ინფრასტრუქტურა მენავიც არ გვაქვს ხა ეგრე. დღევანდელ ეპიზოდში, სადაც საუბრობთ ფიზიკურ დატვირთვაზე, ვარჯიშსა და აქტიური ცხოვრების რიტმზე, გვინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი პარტნიორი კომპანია PSP-ს მიერ მოწოდებული ბრიტანული ბრენდი HIIT-ის მამაკაცის თავისმოვლის ხაზი. HIIT-ის პროდუქტები აერთიანებს ბუნებრივ ინგრედიენტებს, ფუნქციურ ფორმულებს და მარტივ ყოველდღიურ რუტინას. პირველი პროდუქტი გახლავთ HIIT-ის Rescue თავისა და ტანის შხაბგელი, როგორც ზოგადი რუტინისთვის, ასევე მათთვის, ვისაც ვარჯიშის დატვირთული დღის ან დილის რუტინის შემდეგ სჭირდება სისუფთავის, სიგრილის და განახლების, ასე ვთქვათ, ძლიერი შეგრძნება. Rescue-ს ფორმულის შემადგენლობაშია მაგალითად პაპაიას ექსტრაქტი, რომელიც კანისა და თმის დარბილებასა და დატენიანებას ეხმარება, მწვანე ჩაი, ანტიოქსიდანტური ინგრედიენტი, რომელიც კანის ყოველდღიური დაცვისთვის გამოიყენება, ასევე კრეატინი, რომელიც თმის ზედაპირს გლუვ და მბზინავ ეფექტს ანიჭებს. უნდა ითქვას, რომ პროდუქტი არ შეიცავს პარაბენებსა და სულფატებს და განკუთვნილია ყველა ტიპის კანისა და თმისთვის. ცხადია, ფორმულის შემადგენლობაში კიდევ ბევრი სასარგებლო ინგრედიენტი შედის, რომელთა შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ პროდუქტის სრულ ანოტაციაში. მეორე პროდუქტი გახლავთ HIIT-ის მამაკაცის ხაზის Revitalize თავისა და ტანის შხაბგელი. მისი მთავარი არომატული ხაზი ეფუძნება ბერგამოს, გრეიპფრუტისა და ლიმონის ეთერზეთებს. პროდუქტი განსაკუთრებით სასიამოვნო გამოსაყენებელია მათთვის, ვისაც უყვარს ციტრუსოვანი ტონების კომბინაცია. ფორმულაში გამორჩეულია ჟენშენი, რომელიც გამოიყენება კანისთვის ტონუსისა და სიცოცხლის უნარიანობის იერის მისანიჭებლად, ასევე კოფეინი, როგორც ტონერი და ანტიოქსიდანტური ინგრედიენტი, რომელიც კანს მოქმედების სხვადასხვა მექანიზმის შედეგად მხნე და ენერგიულ ხასიათს აძლევს. პროდუქტი ასევე არ შეიცავს პარაბენებსა და სულფატებს და განკუთვნილია ყველა ტიპის კანისა და თმისთვის.
წარმოგიდგენთ ჰითის მამაკაცის ხაზის Relax თავისა და ტანის შხაპგელს, კიდევ ერთ პროდუქტს, რომლის არომატული ხაზი ეფუძნება საკმევლის, ელემის, რომელიც გახლავთ ციტრუსოვანი ტონის მქონე ფისი და კედარის ეთერზეთებს, თუ არომატებს ისეთივე მნიშვნელოვანი ასოციაციური ეფექტი აქვს თქვენთვის, როგორც ჩემთვის, მშვენიერი პროდუქტია დამლელი დღის შემდეგ, დამამშვიდებელი შეგრძნებისთვის, ფორმულაში ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტი გახლავთ ორგანული კაქტუსის ექსტრაქტი, რომელსაც კანზე აქვს დამარბილებელი და ასე ვთქვათ, დამამშვიდებელი ეფექტი, გლიცერინი, რომელიც კანის დატენიანებას ეხმარება და ასევე მცენარეული არომატული კომპონენტები, რომლებიც Relax უფრო დამამშვიდებელ ხასიათს აძლევს. ჰითის Relax თავისა და ტანის შხაპგელი არ შეიცავს პარაბენებსა და სულფატებს და განკუთვნილია ყველა ტიპის კანისა და თმისთვის. თითოეული ეს პროდუქტი შეგიძლიათ ცხადია შეიძინოთ PSP-ს აფთიაქებში და მათზე მოქმედებს, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი ფასდაკლებები და ამათაც ადევნეთ თვალყური. ბექა, შენ მაინც უფრო აერობული კარდიო CrossFit-ის მიმართულებით მეტი გამოცდილება გაქვს და მინდა შევეხოთ ამ კარდიო ვარჯიშებს, ასე ვთქვათ, დიდ სურათში, როგორ გაარჩევდი მაგალითად საშუალო ტემპ ზონა 2, მაგალითად ეხლა რაღაც ძალიან ტრენდული მიმართულება არის, ლაქტატის ზღვრული ვარჯიშები, ინტერვალები, მაღალი ინტენსივობის სესიები, მიმოვიხილოთ ეს და CrossFit-ით საქმე ჩავრთოთ ამ დიდ puzzle-ში საჯდება CrossFit-ი. გავყოთ ახლა ეს ორი და ამ ზონაურის ტრენდულობაზე რომ ახსენე, ზონაური ტრენდული არის იმიტომ რომ არის endurance სპორტების ბეისი, ასე თქვა და თუ კარგი ბაზა არ გაქვს, ისე ამაზე ვერაფერს ვერ დააშენებს, თქვა, სხვა ვერანაირ ინტენსივობას. და იდეაში იმიტომ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ზონა 2-ის ვარჯიში endurance სპორტებისთვის, რომ რაც უფრო დიდი გაქვს ზონა 2, ფართე და უფრო მაღალი არის, შენც უკეთესია, იმიტომ რომ შეიძლება შენი სიტყვაზე ზონა 2-ის პიკი იყოს ვიღაცის მეოთხე ზონა. და აქედან გამომდინარე ნიშნავს, რომ შენი პიკი ზონა 2-ის პიკი თუ ვიღაცის მეოთხე ზონა არის, იმას თუ მეტი აღარ შეუძლია უკვე პიკშია, ასე ვთქვათ, ინტენსივობის, შენ ხა იწყებ და კიდევ ბევრი გაქვს მარაგში. მაგრამ უფრო კარგი ვარიანტი არის ამ ყველაფრის ლაქტატით გაზომა და ლაქტატით ვარჯიში, იმიტომ რომ ზონა 2-ის, ასე ვთქვათ, შეგიძლია დაადგინო შენი ზონა 2, მაგრამ მაინც აცდე ის ბენეფიტები, რაღაც ბენეფიტები გამოგჩეს და ზუსტად ვერ გაარტყა და ვერ ავარჯიშო ის ასპექტი, რაც ამ ყველა ბენეფიტებს გაძლევს, მაგრამ როდესაც ამ ყველაფერს აკეთებ ლაქტატით და ზომავ ლაქტატით, უკვე შეცდომა ძალიან ცირდება და ბევრად ეფექტური არის რა. ჩათვალე როგორც მასშტაბად ვიღაცა რა მწვრთნელის გარეშე ივარჯიშოს და ბევრ რაღაცას მოედოს და საერთოდ მაინც მივიდეს შედეგამდე და ვიღაცა მწვრთნელით ივარჯიშოს რა. უფრო ზუსტი არის ლაქტატით ვარჯიში, იმიტომ რომ იქიდან გამომდინარე შენ იმ დღეს როგორი აღდგენა გექნება და როგორ ფორმაში იქნები, შეიძლება შენი ზონა 2 მაგის მიხედვით შეიცვალოს. თუ ზომავთ სიტყვაზე ამ ფეისების სიბილისთვის, ფეისების კუთხით, ან გულის ცემის კუთხით ამ ზონაში ძალიან ცვალებადია და არ არის, ასე ვთქვათ, სისტემატიური. შეიძლება დღეს დაღლილიყო და პულსი ბევრად დაბალი გქონდეს რაღაც ინტენსივობაზე, როცა გაქვს ჩვეულებრივ მდგომარეობაში, ვთქვათ, ზონა 2-ზე და იფიქრო, რომ ან უფრო მეტს აკეთებ და ან აკეთებ უფრო ნაკლებს. და ზონა 2-ში სიმდოში არ იყო იმ ზონა 2-ში. აქედან გამომდინარე, ლაქტატით გაზომა, იმიტომ არის უკეთესი, რომ ლაქტატა ყოველთვის ერთი არის რა. შენც შეიძლება ეხლა რაღაც მომენტში უფრო გერთულებოდეს შენ მდგომარეობიდან გამომდინარე, მაგრამ თუ გაზომა ლაქტატას და გეუბნება რომ ხარ ამ ზონაში, ესე იგი ხარ მაგ ზონაში და იმ ბენეფიტებს იღებ. და როცა ზომავთ ამ ყველაფერს ლაქტატით, უნდა ვიპოვოთ ორი რაღაც. ჩვენ ორი ზონა აქვს სულ ლაქტატას, რასაც ვაქცევთ ყველადღებას რა, LT1 და LT2. LT1 არის ჩვენი, ასე ვთქვათ, ზონა 2-ის პიკი. და ძირითადი ვარჯიშები ხდება მანდ. და ასე ვთქვათ, LT1-ს ვავარჯიშებ, ჩათვალე ზონა 2-ს ავარჯიშებ რა. და LT2 არის უკვე მეოთხე ზონის პიკი
და ცოტა ის გრეი არეა რჩება იქ რა, ეხლა მესამე ზონას ცოტა არ აღიარებს, მაგრამ ამ პიკებს აღიარებს მარტო და ახარე LT1-ში ან LT2-ში რა. და თუ უბრალოდ ზონების ვარჯიშის დრო სიტყვაზე ავაკეთებ ზონა 2-ში ინტერვალებს, ანუ ზონა 3, 4 და 5 VO2 max, ეგ არის უკვე მეოთხე და მეხუთე ზონა არის LT2-ის ვარჯიშები და დანარჩენი მაღალია ეს თქვა ზონა 2 და sweet spot-ი, ზონა 3-ში გადასვლა უკვე არის LT1. და ამიტომ ანუ უფრო ზუსტი არის. მაგრამ ეხლა ჩვეულებრივ ადამიანისთვის ვიღაცას რომ უნდოდეს ამ ყველაფერს კეთება, ძალიან ჩვეულებრივ შეუძლია რომ თუნდაც heart rate monitor-ი იყიდოს და მაგით გაზომოს, თუ ველოსიპედზე ზის სიტყვაზე power meter იყიდოს და ვატებით ზომოს თავისა, ან თუნდაც საათით pace-ებით სირბილის დროს რა. კეთილი, ეს ლაქტატის გაზომვას როგორ ვაკეთებ? სპეციალური აპარატი არის. ხო. პატარა ჩხილები მოყვება, რაც უერთდება და სისხლი უნდა იყო. პატარა ჩხლეტით სისხლს გამოვადე. შენ გლუკომეტრი ვიტება, ზუსტად იგივე პრინციპია, ზუსტად და გეუნება, ანუ ლაქტატის დონას თქვა შენს სისხლში რა და ძირითადად არის ხომ ისე რომ 2-მდე ამ როგორი შიფრება არ ვიცი რა, მილიმოლ თუ რაღაც ეგრე ქვია, ხო, 2-მდე არის LT1 და 4-მდე არის LT2 რა. და ხშირად გამოიყენებენ ჩვენთან უკვე ამ იმას თუ უფრო მაინც თქვენ ფიტნეს ტრენერების და ფიტნეს ტრენერების არა, ძალიან სპორტის სპეციფიკური არის რა. ენდურენს ათლეტებისთვის ჩემი აზრით ხა ყველა მორბენალი უნდა ხმარობდეს, ცურვაშიც შეიძლება და ველოსიპედზეც უნდა ხმარობდეს ხა. დარბაზში ვინმე თუ ქროსის ვარჯიშობ რაღაცა იმას არ ჭირდება ეს ყველაფერი რა. აი CrossFit-ი ახსენე, აი რატო CrossFit-ი, აი შენ CrossFit-ის მიმართულები ძალიან ისეთი შენი გამოცდილება პრინციპში პირდაპირ მასია CrossFit-თან. რა არის მთელი ხიბლი რა აქვს CrossFit-ს და აი რატო უნდა აი ბევრი ვარიანტი აქვს ხო ადამიანს ვარჯიშს რო იწყებს. აი CrossFit-ი რატო არის აი ყველაზე ისეთი ხიბლი სადა აქვს და უპირატესობა CrossFit. ანუ ხიბლი აქვს შემეს რომ არ არის მოსაწყენი. მაგითაც დავიწყოთ. იმიტომ რომ იმდენად მრავალფეროვანი არის და იმდენად ყოველ დღე სათვალე რომ რაღაც ახალ skills სწავლობ და იმის განვითარებაზე მუშაობ. ანუ უბრალოდ ვერ მოიწყენ და ანუ აზარტში შეყავ ხარ, ახლა ბევრი მოსწავლე ის აი აზარტში შედის, რაც მე თვითონაც გავიარე, რომ რაღაც ახალს რო ვასწავლი, ჯერ იმის აზარტი რომ ის კარგად ისწავლოს და მე იმ მოძრაობის განვითარება, ის რომ თუნდაც წონები გაზარდოს, რაღაც მოძრაობაზე თუ რა თქვა შტანგაზე ვაკეთებ რაღაც ახალ მოძრაობას, ან თუ ტანვარჯიშის რაღაც ახალ skills ვასწავლეთ, რომ ის უკეთესად დახვეწოს, უფრო მეტი გამეორების გაკეთება შეძლოს. ეს ორი ასპექტი და მე კიდე ერთი ასპექტი შემოდის ის რომ რახან ვაკეთებთ CrossFit-ს, ამ ყველაფერს როგორც ცალკე გამიჟნოთ ვაკეთებთ, ისე ბევრ მოძრაობას ერთადაც ვაკეთებთ, რაღაც მოძრაობების კომბინაციები რა, შეიძლება მაგალითად ტურნიკზე ასვლას ეს ცალკე ძალიან კარგად ვაკეთებდი რა, მაგრამ თუ დამიწყვილებ სიტყვაზე სირბილთან ერთად, მე მიჭიდეს სირბილის მერე ამ ტურნიკზე ამ ღერძზე ასვლის გაკეთება და მე ამ კომბინაციებსაც ავარჯიშებ, მანდაც უფრო პროგრესი გაქვს და იმდენი სახის პროგრესი შეიძლება ქონდეს ადამიანს, რომ მაგაზე ფოკუსირებული რო იყოს მარტოც რა, რომ აი ეს რაღაც უფრო კარგად დახვეწოს ის, იმაში წონა გაზარდოს ის და ძალიან აზარტში შედის და ამ ყველაფრის ასე ვთქვათ შედეგი არის ის, რომ უკეთეს ფიზიკურ ფორმაშიც არის, კუნთის მასას ემატება, კარდიოვასკულართაც უკეთესად არის და არ ვიცი. ხო, სხვათა შორის ხო გეთანხმები აბსოლუტურად, იმიტომ რომ მეც მაგალითად როცა ვარჯიშობ, აი უშუალოდ ვარჯიშზე თუ ვარ კონცენტრირებული, აი ბევრად უფრო სწრაფად გრძნობ დაღლას მათ შორის და აი როგორც შენ თქვი რა, აი მოსაწყენია რა და მე ხა ძველი კალბურთელი ვარ, მოკლედ აი ჩემთვის ყოველთვის ბევრად უფრო ისეთი პროდუქტიული ვარჯიში გამოდიოდა და სიამოვნებდა და ვერც ვატყობდი რომ ვარჯიშობდი, როცა ან რაღაცას ვთამაშობ, ან ყურადღება რაღაც სხვაზეა გადატანილი, რა თქმა უნდა ის იმას არ ნიშნავს რომ რაღაცები არასწორად აკეთო, ეს უკვე რო იცი როგორ აკეთო და ყურადღება სხვა რაღაცაზე გადატანილი და ავტომატურად აკეთებ რაღაცა ვარჯიშს რა, ეს არის ყველაზე უფრო ისეთი, დროც ხარა გადის, შედეგი უკეთესი გაქვს და თან არ გრძნობ დაღლას. ხო, ეგეც არის და მე ძალიან
ძალიან დროშიც არ გეწელა, იმიტომ რომ ხა კლასიკური бодიბილდინგი რო აიღო, ანუ ორი უკიდურესობა არის ის, ვინც ძალიან ეფექტურად ვარჯიშობს და შეიძლება 45 წუთში მთელი ვარჯიში ჩაგიტიოს და ეხა არის ხალხი, ვინც 2 საათი დარბაზში ზის და იქიდან ნავარჯიშებს შეიძლება 9 საათიც არ გამოუვიდეს და მაგ კუთხით ამ CrossFit-ში უფრო ყველაფერი გაწერილი გვაქვს, ასე ვთქვათ, უაზროთ ესე არავინ არ დგას. თუნდაც CrossFit კლასი რო აიღო, ამ ყველაფერი გაწერილი არის რა, რო აიღო დაფასთან დგომა და ვარჯიშის ახსნა, მაგასაც რაღაც კონკრეტული დრო აქვს დათმობილი, როგორც ბოლოშიც ვარჯიშის მერე დარბაზის დალაგებას და ამ ყველაფრის თავის ადგილზე დადებას. კი ბატონო, ეს მინდა რომ ეხა ერთ კიდე ესეთ თემას შევეხოთ, აი მოლოდინების და მათ შორის რაღაცნაირი ჯიბრო კონკურენციის თემას რა ესე მოიხსენიებენ ხოლმე ხა ჩემ გარემოცვაში ძალიან ბევრი არის ერთად რო დადიან ვარჯიშზე და იმ დღეს 120 აუწიე 10 ჯერ 3 მისვლა და ამაში ხანდახან იზიანებენ ხოლმე საკუთარ ჯანმრთელობას და ანუ ეს არასწორი მოლოდინები ან ასე ვთქვათ აი გადაჭარბებული ვარჯიში ან საკუთარი თავის მიმართ რაღაცა ზედმეტი მოთხოვნების დაყენება აი რამდენად პრობლემურ საკითხად გეჩვენება შენ აი ჩვეულებრივ აი კლიენტებში და ადამიანებში რომელიც დადიან ანუ რაღაც მომენტში ხა ყველას ემართება. ყველას ემართება, თუმცა ის რომ ანუ შენი შესაძლებლობები ვერ გათვალო და რაღაც ისეთი გაკეთო, რაც ტრავმის საშიშროება მეტი იყოს ეხლა. მე ეს ბევრჯერ მქონია და ყველას აქვს ვის ცდილობს რომ მაქსიმალური მოთხოვოს თავის თავს და რაც შეიძლება ეფექტური და პროდუქტიული იყოს მისი ვარჯიში. ანუ ძალიან ისეთი ზღვარი არის მანდ რა, ძალიან ისეთი თამაშები რომ შეიძლება მეტი მოგივიდეს და ანუ საშიშროებას არის რაღაც დაიზიანო, ან არ გადახვიდე მაგ ზღვარს და მაქსიმალური შედეგიც მიიღო რა და არიან ადამიანები ვინც მაგ ზღვართან საერთოდ არასდროს არ მიდიან ახლოს და შეიძლება ნაკლებსაც აკეთებდნენ ბევრად და უფრო მეტი შეეძლოთ. ანუ ძალიან ისეთი ზღვარი არის, ვერ სიტყვი რომ ცუდია და ვერ სიტყვი რომ კარგია, იმიტომ რომ თუ არ უახლოვდები, შეიძლება ძალიან ბევრი პროგრესი ტოვებდე, ხელუხლებას ის მიღებაც შეგიძლია და თუ ძალიან ხშირად, ასე ვთქვათ, გადადიხარ ამ ზღვართან ახლოს მიდიხარ, მის საშიშროებაც უფრო იზრდება, რომ რაღაც ტრავმა მიიღო. ხო, აქ აი რაღაცნაირად ჩემ თვალში თითქოს შემოდის ხოლმე აი სხეულის დისმორფია რო არის ესეთი ცნება რა, სადაც ადამიანს საკუთარი თავი რაღაცნაირად გარეგნულად არ მოწონს, როდესაც ამის საკმარისი მიზეზი შეიძლება არ ქონდეს. აი მაგალითად სხეულის დისმორფია ნაწილი არის ერთ-ერთი დაავადება ქალებში, რასაც ქვია ანორექსია ნევროზა. მაგალითად, როდესაც სულ ადამიანს, ანუ ქალებში არის ყველა უხშირესად, როდესაც გონიან სულ აქვს ჭარბი წონა, ცხიმი და არ იღებს საკვებს. ხო, და იკლებს და ყოველთვის ოღონდ ეს ჩვეულებრივი, ანუ ფსიქიატრიული აშლილობა არის, რომელსაც სპეციფიკური მკურნალობა ჭირდება რა და ამაში შეიძლება ფატალურ შედეგამდეც მიიყვანოს ადამიანი რა, ის სულ იჩვენება რომ ზედმეტი ცხიმია, ანუ ეს არის ანუ გამრუდებული აღქმა საკუთარი იმიჯში სხეულს გულის ხო და აი მე კაცების მხარეს თითქოს მგონია რომ აი საპირისპირო მხარეს იგივე პრინციპი მუშაობს თავში, როდესაც კაცს გონია რომ აი სადღაც აი კისრის რაღაცა ერთ უბანში აი ის კუნთი საკმარისად დიდი არ არის და მარტო თვითონ რო ხედავს და მე იწყება თან ამ სტეროიდების ჩართვაც ასე შემდეგ და ანუ იქ თითქოს იგივე უბანი მუშაობს, თუმცა რომ ის არასდროს არ არის მაგალითად ქალების შემთხვევაში საკმარისად გამხდარი და ეს არ არის საკმარისად დაკუნთული არასდროს. ეგ უკვე ძალიან ის არის უკიდურესობა. ხო, ძალიან უკიდურესობა, მაგრამ იდეაში ვიტყოდი რომ ეს კმაყოფილება საკუთარი თავით თად კარგის არ არის, იმიტომ რომ სულ რაღაც მეტისკენ უნდა მიდიოდეს ადამიანი და ეხლა მე თუ დავდექი და ხო მე ჩემი თავით კმაყოფილი ვარ, ამ რას ნიშნავს რომ უნდა გავჩერდე და ვსო დაკმაყოფილდი ამ ყველაფრით, ძალიან იშვიათი როა ეხლა მომწონს ეხლა როგორც ვარ და ეხლა ეს შევინარჩუნო რა. ეგეც ცოტა ისეთი არის, мотиваცია და დისციპლინის პონაც მან ცოტა რთული არის. ამიტომ ყოველთვის უნდა ეცავს ადამიანი რომ
განავითაროს საკუთარი თავი, იქნება ეს კუნთიც დაიქნება თუ წონაში კლება, მაგრამ არ უნდა გადავიდეს ავტოფური. ხო, კი, რაც ხანდახან ისე ხდება ხოლმე, რომ ამ ხალხის ბრალიც არ არის, ანუ ეს თავისთავად ხდება ისე, რომ ადამიანი ვერც აცნობიერებს, რომ ეგ მაგაში შედის. თუმცა რაც შეეხება ესე ვთქვათ, მუდმივად განვითარების სურვილს, აი ვარჯიშზე რო ვთქვათ, რა თქმა უნდა, ამის სურვილი პოზიტიურად შეგვიძლია შევაფასოთ, მაგრამ ისიც არ უნდა, იმაშიც არ უნდა გადაიზარდოს, რასაც არ ვიცი ქართული შესატყვისი როგორია, delayed gratifications, რასაც ეძახიან, აი არასდროს რო კმაყოფილი არ ხარ შენ თავით და სულ რო ეს კმაყოფილების შეგრძნება, სულ რო ხელის გაწვენაზე არის და ვერასდროს რო ვერ იღებ რა. აი მაშიც სულიერ მდგომარეობაშიც არ უნდა დარჩანო. იმის შერგებაც უნდა იცოდე, რასაც მეაღწია და შენ არ ჩუნებას, იმიტომ რომ რაღაცა არ დაილევა, ხო ეს უნდა იაზრებდე, ანუ იმას უნდა იაზრებდე, რომ რაღაც შედეგს მიაღწია, რა ძალიან კარგი არის და არნიშნავს იმას, რომ იმ მომენტში რომ მეტი არ გაქვს მიღწეული, ცუდია და რამე სულად აკეთებ. ანუ უნდა იაზრებდე, რომ რაღაცას მიაღწიე და ძალიან კარგია და უნდა გააგრძელო გზა კიდევ წინ. რა თქმა უნდა. გეთანხმები აბსოლუტურად. კეთილი, აი, შედარებით ბოლოსკენ უნდა გავიდეთ და მინდა კითხო შენ დამოკიდებულებაზე საკვები დანამატების ან უბრალოდ გარეგანი ჩარევების, ნივთიერებებით გარეგანი ჩარევების მიმართ. პირველ რიგში გავმიჯდოთ ბევრს რაღაცა ერთ ქვაბში ხარშავს ბევრი, ეხა უფრო ნაკლებად ალბათ სტეროიდებს და პროტეინს, მაგალითად პროტეინი, რომელიც უბრალოდ ქართულად ცილას ნიშნავს, ხო? რეალურად აი მოდი ჯერ ვისაუბროთ სტეროიდებზე, თუ ვისაც კუნთის ზრდა უნდა, ხო? ძირითადად ის ხალხი იყენებს, ხო? ან რაღაცა პერფორმანსის გაძლიერება, დოპინგს რო ეძახიან, საბაში სტეროიდები გულისხმობა ძირითადად, ან პეპტიდები, რომელზეც ვლაპარაკობთ ჩვენ გადაცემის დაწყებამდე, რაც ხშირად სკანდალის საფუძველიც ხდება ხოლმე, ანუ ეს ადამიანები იყენებენ, ხო? ან რაღაცა უნარების გასაძლიერებლად, კონკრეტული ღონისძიებისთვის, ან კუნთის ზომის არაბუნებრივი ზრდისთვის. თუ არსებობს დღეს რაღაცა არასპორტსმენებისთვის თქვა ჯერ ვისთვისაც აკრძალულია რა რაღაცა დაწესებულია რომ არ შეიძლება ამის მიღება, იმიტომ რომ დოპინგი ხელოვნურ ბუსტად ითვლება, აი ჩვეულებრივად დარბაზში დადის ადამიანი უფრო არ მოწევს თავის კუნთის ზომა მეტად გაზრდა უნდა. თუ არსებობს სტეროიდების გამოყენების უსაფრთხო რაღაცა ასე ვთქვათ დონე, თუ ყველა ვარიანტში ეს ქმნის რაღაც ისეთი გვერდითი მოვლენები შეიძლება კონდეს, რაც აი რეკომენდაციას არანაირად არ გაუწევს. ნუ ამ რეკომენდაციას რა თქმა უნდა არ გაუწევ, მაგრამ მე ხა ვინც არ უნდა მე რო ვიძახე ხა რეკომენდაციას არ უწევ და ვინც არ უნდა უთხრას, ყველას მე თავისი აზრი აქვს მაგ ყველაფერთან რა და ასე ვთქვათ როგორც ჩათვლის მაგას რომ შორტკატს აკეთებენ რაღაც მიზნამდე მაგით თუ უბრალოდ ადამიანი თვლის რომ მართლა ყველაფერი გააკეთა და მაგის გარეშე შედეგს საფეხურზე ვერ გადავა, ნუ თუ გადაწყვეტენ ამ ყველაფერს გაკეთებას, ან თავისი რისერჩი გააკეთონ, ან ნახო ის პროფესიონალი, რაც ამ გვერდის მოვლენებს და ასე ვთქვათ საფრთხეს შეუმცირებს მაქსიმალურად რა. მაგრამ რა თქმა უნდა სასრულიერო თუ ამ ყველაფერს გარეშე მიაღწევენ შედეგებს, რაც უნდათ. ხო, იმიტომ რომ სტეროიდი ახლა რეალურად ჰორმონი არის რა და რომელსაც ახლა ჰორმონს ყოველთვის თან ახლავს გვერდითი მოვლენები. ნუ არის რა თქმა უნდა ახლა ისეთი დახვეწილი ფორმები არსებობს ამ სტეროიდების, რომ ეს გვერდითი მოვლენები შედარებით შემსუბუქებულია, მაგრამ ხანგრძლივი ხო, რაღაც პრეპარატებს იღებენ, რაც ამ გვერდის მოვლენებს, ასე ვთქვათ, აბათილებს. დიდი ყველაზე დიდი მინუსი მაინც ის აქვს, რომ როდესაც ამ რაღაც ჰორმონს ხელოვნურად ვიღებთ, ჩვენი ორგანიზმი დროთა განმავლობაში უნარს კარგავს, რომ თვითონ გამოყოს ეს ჰორმონი. ზუსტად. ხო, მაგრამ ამ ყველაფერსაც ჩვენიან ახლა და როგორ შველია? ანუ ასტიმულებს მაგათ სიტყვაზე ვიღას თუ კურსი ჩაიტარა რაღაც სტეროიდების, მე რას ვთქვათ, კურსი იტარებს ისეთ კურსს აკეთებენ, რომ ისევ დაასტიმულოს ეს ჩვენი ჯირკვლები, რომ გამოყოს ეს სტეროიდი დაიწყოს ისევ გამოყოფა რა. ოკეი, ხო, ანუ მაგისი გვერდის საუბარი. ყველაფერს სულია. კი ბატონო. აი პეპტიდებზე ვსაუბრობდით დაწყება. ეს რაღაც ახალი ამბავია შედარებით ამისი გატრენდულება, რომ პეპტიდების გამოყენების. ხო, თითქოს უფრო ის არის, რა ვთქვა, ნაკლებად სახიფათო არის. ანუ ცილოვან დონეზე არის და ძალიან ბევრი სახის არსებობს, აი რაღაც შეიძლება კონკრეტული მიზანი ქონდეს, აი ეს მინდა რომ მოხდეს, რომ აი ეს რაღაც მაგალითად აი როგორ ვთქვათ, რომ
აი რაღაცის ზრდა მინდა, კუნთის ზრდისთვის მინდა, ესე ძალიან კონკრეტულ ბევრად კონკრეტულად იყოფა, რომ ეს პეპტიდი ამისთვის არის კარგი, ის პეპტიდი შეიძლება სუნთქვაში გეხმარებოდეს და ძალიან ჩაშლილი არის რა. მაგრამ ამ ბევრი პეპტიდებიდან კიდე ის არის, რომ ლაბორატორიულად რამდენია გამოკვლეული, რამდენი არა, ღერთმა იცის და უბრალოდ იმდენი არის, რომ ეს ნელა რომ მიყვებიან რაღაცა შეიძლება მოიძიო, ისეთი რისერჩი რასაც დაიყო და მიიღო, რაღაცები შეიძლება ვერ მოიძიო. ხო, აი ნამდვილად rabbit holes რო ეძახიან, აი კორდლის სორო არა, აი შენ რისერჩი უნდა გააკეთო და at your own risks რაღაცა და მიიღო თუ გინდა მაინც. ხო, და თან ანუ იმდენად ეს სინთეტური ახალი პეპტიდები იმდენად მრავალფეროვანი და უკვე ესეთი არის ბევრი, რომ და საკმარისი მტკიცებულებები ჯერ არ გვაქვს მაგათი რისკების და უსაფრთხოების პროფილის შესახებ, რომ ფაქტობრივად შენ თავს რისკის ქვეშ აყენებ, როცა ამას იღებ. კარგი, ეხლა გადავიდეთ პროტეინებზე, ეგრეთ წოდებულ და დანამატებზე, ხო? ანუ აქაც არის ამ რეგულირების პრობლემა, ანუ ხშირად ყოფილა სკანდალებიც გახეთქილა, სადაც რაღაც ესეთი ცნობილი ბრენდი, რომელიც აპირებს თავს რაღაცა კრეატინი იქნება, ეს თუ B ვიტამინის კომპლექსი იქნება, თუ რაღაცა სხვა ტიპის ცილები და ასე შემდეგ, შეიცავს ისეთ რაღაცებს, რაც არ არის მითითებული ეტიკეტზე და ვინაიდან არარეგულირებული სივრცე არის წამლებისგან განსხვავებით, ხო, წამლები რეგისტრირდება გადის შესაბამის კლინიკურ კვლევებს, ეს დანამატები ხშირ შემთხვევაში არ გადის ესეთ, არ ჭირდება კლინიკური კვლევები იმისთვის, რომ დამტკიცებული იყოს გასაყიდად ან გამოსაყენებლად. თუ მესამე პირმა ან მარეგულირებელმა ორგანომ სპეციალურად არ შეისწავლა რა ეს და თუ შეისწავლიან ხოლმე, მაგ დროს იწყება ეს სკანდალები, ზუსტად აღმოაჩენენ ისეთ რაღაცებს, რაც არ არის. ან ისეთი დოზით აღმოაჩენენ რაღაცას, რომ ნაკლები წერია და მეტი დოზა რო არის. ამიტომ აი და თან არის უამრავი ბრენდი უკვე, უამრავი ნიუთიერება. აქ ნავიგაცია როგორ უნდა მოახდინოს ადამიანმა, რომ აი ვიდეოში ხა ჩვეულებრივი ადამიანისთვის ძალიან საფრთხეს წარმოადგენდეს მეჭება, იმიტომ რომ ეხა იმ რაღაც დანამატი პატარა იმას სტეროიდი დავარქვათ, შეიცავს თუ არა. ეხლა ჩვენ არაფერს არ გვიწყიტოს, მაგრამ ვიღაც ათლეტს შეიძლება მაინც ამოუგდოს და ასეთი სკანდალების გამო არის უკვე სპეციალური, ასე ვთქვათ, აი როგორც verified რო დავარქვათ, არის დანამატების კომპანიები, რომლებიც ამოწმებენ და დამტკიცებული რომ არაფერს ეს არ შეიცავს, რაც ასე ვთქვათ, ვიმეს თუდად დოპინგში ამოუგდებს. და შეიძლება ეგეთ ბრენდებს როგორ უნდა გადაამოწმოს. ესე თავისით მაგრამ თვითონ ბრენდი უნდა გადამოწოს, მაშინ რომ ნახოს რომ ამ ბრენდის პროდუქცია არის გადამოწმებული თუ არა სხვადასხვა და დანამატებზე რა. და ბევრი ესეთი ბრენდი არის და მაგის მოძიება ინტერნეტში მარტივად შეიძლება რა. ხო. და ანუ მაგრამ აი საჭიროება თუ არსებობს, აი ხა პროტეინი თქვით რომ ცილაა, ხო? ხა საკვებიდან მიიღებ ცილას თუ და ხილის ანუ ცილა, ხო? ანუ ცილა ამინომჟავები 20 ამინომჟავა, იქიდან რაღაცა საკვებში იქნება თუ არა საკვებში რა მნიშვნელობა აქვს, ხო? თუ არსებობს რეალურად რაღაცის საჭიროება, ну, გასაგები თუ ხა ადამიანს რაღაც კონკრეტული მიზანი აქვს, აღდგენა სწრაფად ჭირდება რაღაცა, ამ შემთხვევაში შეიძლება ეს რაღაც ცილის რაღაცა კომპლექსი გამოიყენოს, მაგრამ უბრალოდ ჩვეულებრივ ადამიანებს ვინც ვარჯიშობს. აი ეს დანამატები, რაც აი აგრესიულად დამარკეტებული ესე, რომ აი ეს გჭირდება პერფორმანსის გასაძლიერებლად, კუნთის გასაძლიერებლად, კრეატინი, ისა. აი ამ რაღაცა ზღვაში, ორიენტელში ინფორმაციის და ამ დანამატების თუ არის რაღაცა, რაც ჯობია რომ მიიღო, როცა ვარჯიშობ რა. ანუ პირველ რიგში ვიტყოდი რომ ვარჯიშობ თუ არ ვარჯიშობ, ვიტყოდი რომ კრეატინი ალბათ ყველამ უნდა მიიღოს. ხო, აი რა. იმიტომ რომ ანუ სულ ვარჯიშ თავი გაანებო და იმ ბენეფიტებს, რაც ვარჯიში გაძლევს, ანუ როგორ წაკითხული მაქვს და ვიცი, ანუ ტვინის კოგნიტური ფუნქციასაც არ ვითარებს უფრო და ანუ როგორც ბევრი ისე მოიაზრებს, როგორც ანუ health supplements და როგორც workout supplements კრეატინის. და ანუ ყველაზე გამოკვლეული დანამატი არის და ანუ თავისუფლად შეგიძლია ყველას რო ენდოს და მის ბენეფიტები დამტკიცებულია რა, ბევრი სხვა ბენეფიტები და არ შეიძლება კონდეს იმის შიში რომ ამ კრეატინს რო იყიდვობ, ისკამები და რაღაც პლაცებო ეფექტი და იმაში იხდი ფულს და სიმდიდრეში არაფერი ეფექტი არ აქვს. ოკეი. და ეხლა და ეგეთები რომლებია, რომ აი დაჰაიპებულია ზედმეტად, მაგრამ სიმდიდრეში არ არის. ესე ვიტყოდი რომ კრეატინი ანუ ყველას თავში დგას და ახლოს მაინც ვერ მივლენ. ანუ ცილა და პროტეინს რაც შეეხება, თუ ადამიანი საკვებიდან ვერ იღებს საკმარისად ჭირდება
რომ შეუძლიათ თქონდა მიიღოს და ეს მარაგები ამით შეივსოს, მაგრამ აუცილებლად პროტეინს არ არსებობს. თუ შენს დღის რაციონში საკმარისი, ასე ვთქვათ, ცილას იღებ, თუნდაც კვერცხიდან, ხორციდან და 1000 ვარიანტი საერთოდ შეიძლება ცილა მივიღოთ, არანაირი საჭიროება არ არის, რომ მიიღოთ დამატებით პროტეინი რა. ერთადერთი კიდე რასაც ვიტყოდი, ეს დანამატებიდან აუправი ვიტამინების და მინერალების კუთხით წავიდოდი, რომ აი რაღაცები თუ გაკლია, შეგიძლია ისინი მიიღო და თუ გაკლია. ხო, თუ გაკლია, ლაბორატორიაში დადასტურებული. ზამთარში რავი, D-ვიტამინი. ხო, D-ვიტამინი ალბათ 99%-ს აკლია რა და ყველა მცემს და სვავდეს და ისეთი შეგიძლია მიიღო და ისეთი ვიტამინები შეგიძლია მიიღო, რაცა ორგანიზმში თუ ზედმეტი მიიღე არ გროვდება რა. ვიტამინები. მაგრამ რადგან თუ დეფიციტი არ აქვს, დეფიციტი არ გაქვს, შეგიძლია არ მიიღო. არის კიდევ დანამატები, რასაც სახსრების ჯანმრთელობისთვის სვავენ და მსგავსი რაღაცები, რომელიც ეფექტურობას ან ისეთი არის, ან ვერ იტყვი რომ მუშაობს, ან თუ იტყვი რომ მუშაობს, ისეთ პროცენტულობაზე ვერ იტყვი რომ ეფექტურია აუცილებლად, რომ აი მე დაიწყებ ფიქრა გიღირს თუ არ გიღირს რა. ვიღაცა შეიძლება რაღაცა 40%-იანი ეფექტურობა ქონდეს, ვიღაც და ზოგადად ეფექტურობა შეიძლება იყოს ამ დანამატის რაღაცა 15% სიამდვილეში რა. და მაგასაც ვერ ნახავ, იმიტომ რომ საკმარისი რისერჩი არ არის ჩატარებული და ერთი კვლევა არ ნიშნავს იმას, რომ ეს თუ იძახის, რომ 100% ეფექტურია ეს დანამატი, რომ სიმართლე ახლა ეგ არის, იმიტომ რომ ეს რისერჩები რაღაც გარემოებშიც ხდება რა, ბევრი ვარიაცია უნდა დაიტესტოს და რაღაც ერთი ვარიაციაზე არ დაყნობით. აბსოლუტურად ზუსტი შეფასებაა ამისთვის. და აი მაინტერესებს აი თუ არის ისეთი დანამატები ან რაღაცა ნივთიერებები, რომლებსაც ხალხი სვავს, არასტეროიდულ სვავს რა. ხალხი აი მასობრივად იღებს და არ უნდა იღებდეს, აი არ ჭირდება. სისულელია და ფულისწყრარი, აქედან ვთქვათ ბიცია. ხო. იმიტომ რომ ანუ 6 თუ 7 ამინომჟავა, ანუ სულ პაკეტსაც არ იღებთ, ანუ სისულელი არის მაგის დალევა, არაფერს არაფერში არ ჭირდება. მაგის მერე გამოვიდა EAS ქვია, essential amino acids, იქ უფრო სუპერფილი ფორმა არის. აი იმის დალევა კიდე ოკეი არის, მაგრამ ეს იმენა ფულისყრა არის და ხო ამას გამოყოფდი რა ყველაზე მეტად ეს. აი ამ ნაწილში შეგვიძლია ვთქვათ, რომ სანამ ფულს რაღაცაში გადაიხდით, კარგად და არის ერთად გადაამოწმეთ ეს. არ ნიშნავს მე რამეს თუ გირეკომენდს, რომ მართლა იგივე ეფექტი აქვს, ხო. ვინაიდან ეს არის არარეგულირებული სფერო, ეს ამის რეკლამაც შეიძლება ისე, რომ ეს არ იყოს გადამოწმებული რაღაცა სახელმწიფო მარეგულირებლების მიერ. ამიტომ, როდესაც ბრენდის შერჩევისას აუცილებლად ნახეთ აქვს თუ არა მას ეს სერტიფიკატი თუ შემოწმება მინიჭებული, აი მესამე გარეშე პირისგან იქნება ეს სახელმწიფო თუ კერძო სუბიექტი, რომელიც ატარებს იგივე ტიპის კვლევებს, რომლებიც ჩვეულებრივ მედიკამენტებზე ვრცელდება. ბევრი გვერდები არის თანახი Instagram-ზე, ვინც სხვადასხვა დანამატებზე ამ რისერჩებს აქვეყნებს და ძალიან მარტივი ფორმით ისე რაღაც 20 და 50 გვერდიანი სტატიები არ წაიკითხო, ეს სლაიდების საშუალებით ამ რისერჩის ჰაილაითები არის და შეგიძლია ნახო, რამდენად ეფექტური არის ეს დანამატი მოცემულ პირობებში, სადაც ჩატარდა ეს კვლევა და იქიდან გამომდინარე შეგიძლია დაასკვნა, ანუ აქვს ეფექტი, ექნება თუ არა ეფექტი შენთვის. და ბევრი რაღაც შემხედრია ეგეთ რაღაც დანამატი დაჰაიპებული ყოფილა და წამიკითხე ხა ეს რისერჩი მინახავს და აი არანაირი ეფექტი არ ქონია, ძალიან მიზერული ეფექტი ქონია. კი, იმიტომ რომ სინამდვილეში არ ვიცით ის რასაც გეუბნებიან იმაში შედის, არ შედის, თუ შედის რა დოზით შედის, ანუ ძალიან დიდი манипуляციის ძალიან მნიშვნელოვანია თან კიდე პლაცებოს ეფექტი. ახლა ზოგს ეს ძლიერი პლაცებოს ეფექტი აქვს, რომ შეიძლება რაღაც ეს მიაჩნდეს სასწაულად და ჯობია დალიოს მაინც ხმა უნდა. ხო, არა, რა თქვა, ეგ მარტო მან კი არ მუშაობს ხა რამდენი ადამიანი შემხედრია ჩემ გარშემო, რომ აი აბსოლუტურად რო არანაირი შედეგი არ უნდა ქონდეს რაღაც ზურბელა დავისვი ზურგზე და გამიარა იმ წყულმა თუ რაღაც, არ ვიცი რაღაც გამოიტანა შლაკები, ტოქსინები, რაღაცა. ხო, რა თქოს მეგობარი რაღაც დანამატს იყიდის, მეორე დღეა სვავს და ის ბიჭო რაღაცა უკვე და აი
თვითონაც ხვდება რომ ის ეფექტი აქვს თუ არაფერს არ გაუნებს ჯანდაბას მაგ ეგ პლაცებოს ეფექტი კარგით შეიძლება იყოს მაინც ადამიანი ეგეთი არის რომ საკუთარ თავს აჯერებს რაღაცებს რომ იმისთვის რომ უკეთესი განწყობა შეექმნას მაგრამ იქ სადაც რისკი შეიძლება იდგეს შენ ჯანმრთელობის დაზიანების ჯობია რომ უწყინარ პლაცებოებს მიაწექით და აქეთ ხო რასაც ნიუტრიენტებს რაც შეეხება აი წურბელა კიდე ჯობია ოღონდ ნუ ახლა თუ რაღაცა პრობლემა გაქვს და დაავადება გაქვს და იმას არ მკურნალობ იმით რომ იცით უნდა მკურნალობდე და წურბელებს ისვავ და რაღაცებს ეგ უკვე ეგეც ზიანის მომტანია ახლა მაგას რა თქმა უნდა ბევრი ახსნა გამარდება კეთილი უნდა დავასრულოთ ჩვენ ძალიან დიდი მადლობა ბექა რომ მოხვედი ძალიან საინტერესო რჩევები გაეცი ჩემი აზრით და მე მგონი საინტერესო საუბარი გამოგვივიდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა წარმატებები შენს საქმეში. ჩვენს მენელს დამაყურებელს კი მოუწოდებ, რომ გამოიწერონ ჩვენი არხი, მოიწონონ ეს ვიდეო, დაგვიკომენტარონ, გავცემთ აუცილებლად ყველა პასუხგაუცემელ კითხვას პასუხს, თუ ასეთი იყო, ამ შემთხვევაში და ეს რა თქმა უნდა ამოუწურავი თემა არის და უამრავი დაგვჭა სალაპარაკო, მაგრამ ჩვენ რაღაცა კონკრეტული მიმართულებებით გავშალეთ ეს ფიზიკური დატვირთვის თემა და შევეცდებით რომ გამოვეხმაუროთ და გიპასუხოთ ყველა იმ კითხვაზე რაც დაგჭათ. მომავალ შეხვედრამდე დიდი მადლობა.